რა ვიცი რა ვაკეთო. შეთავდა და ვიცი ხრა. წოდე ბანანაში ხმა მესმის მაგრამ რომ გახვიდეთ და ხელახლა შემოხვიდეთ, იქნებ გასწორდეს. ამ ბოლო დროს კი გვაწვალებს ეს ტელეგრამი. გუშინაც ასე იყო. აბა ეხლა ისმის? კი, ახლა ხო, მოკლედ არ ვიცი, მოსალმება თუ გაიგეთ, ეგეც არ ვიცი, მოგესალმებით ყველას, სასიამოვნო ისევ და ისევ თქვენთან შეხვედრა. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და როგორც მოგახსენეთ, დღეს იქნება როგორც ცოტა ისეთი გულსატკენი საღამო, ასევე სასიხარულოც, იმიტომ რომ მართლაც საშინელ რაღაცებს უძლებენ ადამიანები. მე თვითონ ვარ შოკირებული, დანახულით, ძალიან არ მინდოდა სურათის ჩვენება თქვენთვის, მაგრამ უბრალოდ იმის გამო, რომ დავინახოთ, რა სასწაულებს ახდენს ეს პროდუქტი რეალურად, ამისათვის ცოტა თქვენთვის არასასიამოვნო სურათს წარვადგენ თქვენს წინაშე, მე და ქალბატონი, რომელიც ისაუბრებს ამ შედეგებზე, პროდუქტის შედეგებზე. მაგრამ დიდხანს არ შეგაწუხებთ იმ სურათით, მაგრამ უნდა გაჩვენოთ აუცილებლად. სანამ მანდ გადავალთ, სანამ აქ საკითხზე გადავალთ, მოგეხსენებათ, დღეს უკვე ლივგუდის პროდუქტმა სასწაულები მოახდინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ისეთი სასწაულები, რომელსაც წარმოუდგენელია, აქამდე არსებობდნენ 1000 კომპანიები, 1000 სხვადასხვა ქსელური კომპანიები, სადაც რა თქმა უნდა იყო პროდუქტი, რომელიც რაღაცა შედეგებს დებდა, მაგრამ ეს უკვე რაღაცა ფენომენია, ეს რაღაცა სხვა რაღაცაა, ასე ვთქვათ. თქვენ თვითონ უკვე წინა შეხვედრაზე, ჩვენ როდესაც ჩავერთვეთ შედეგების შეხვედრა, რომ გქონდა თქვენ თვითონ იმ ვიდეოს რომ უყურეთ, ალბათ ან ვინც დაესწროთ, თქვენ თვითონ გამოიტანეთ უკვე ეს დასკვნები და მე ძალიან ბევრი წერილები მომდის თქვენგან. გაოცებული წერილები, მადლობების წერილები, რომ აი ესეთი სასწაული პროდუქტი აქვს ლივგუდს, თუმცა ჩემი დამსახურება აქ არაფერია, უბრალოდ მართლა საოცარი პროდუქტია და ეს პროდუქტი ვინც არ იცის, მათთვის მინდა თქვა, რომ ეს ძალიან დიდი თანხები ღებდა, ძალიან მაღალი და მისაწვდომი იყო მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა და შესაძლებლობა მოგეხსენებათ ეს არიან მილიონრები და ალბათ მილიარდერები, როგორც თავად გუდკინმა გამოაცხადა ერთხელ თავის ერთ-ერთ ჩართვაზე Zoom-ში. აი, იქიდან ვიცი ეს ამბავი და ამიტომ მართლა საოცარი პროდუქტი გვიჭირავს დღეს მეგობრებო ხელში, რომელიც კაპიკები ღირს დღეს. კაპიკები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ 6 პროდუქტი მოგდის $100. ეს არის მართლა საოცრება. აქ უკვე საოცრება მარტო პროდუქტი კი არ არის, არამედ თვითონ ფასი. ასეთი ფენომენალური პროდუქტი, ასეთი დაბალი თანხა რო ღირს. ეს არის მართლაც სასწაული. ეხლა მოდით გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და მე მინდა მივმართო ქალბატონ მაია კუხიანიძეს. ქალბატონო მაია, თუ არ შეწუხდებით, გამოჩდით და ცოტა გავისაუბროთ. ქალბატონო ლია, ქალბატონო მაია აქ არ არის? იყო, ნანა, წეგო. ხო, არ ვიცი, თუ არის შესაძლებლობა, რომ გამოგვეხმაუროს. მოგესალმებით. გამარჯობათ, ქალბატონო მაია, ძალიან სასიამოვნოა. სასიამოვნოა ჩემთვისაც. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის წევრი ბრძანდებით, მოხარულები ვართ, რომ ასეთი აქტიური და საინტერესო წევრი შემოგვემატა, წარმატებას გისურვებთ და ყოველივე საუკეთესოს, როგორც თქვენ ასევე რა თქმა უნდა, მთელ საქართველოს ჩაც
და მე წუხვა რომ ცოტა ისეთ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ სასიხარულო ის იქნება რომ შემდეგ შედეგებზე ვისაუბრებთ, ხომ? აი თუ შეიძლება ცოტა უფრო ცლად წარადგინეთ თქვენი თავი და შემდეგ შეკითხვას დაგისვავთ მნიშვნელოვანს, რაც ყველას გვაინტერესებს. მადლობა ქალბატონო ნანა მოწვევისთვის, მივესალმები ყველა ამ ჯგუფის წევრს, განსაკუთრებით მივესალმები ქალბატონ ლია თევდორაძეს, ჩემს მომწვევს. მინდა მადლობა გადაუხადო მას და ძალიან დიდი მადლობა თქვენ მინდა გადაგიხადოთ. მე ვარ მაია კუხიანიძე, ვიმყოფები იტალიაში, ქალაქ რომში ვარ 34 წლის. მოკლედ საქმიანობ პატარ-პატარა ჩემი პირადი ბიზნესებით, ბევრი ვცადე ასევე ქსელურ კომპანიებში და ბოლოს და ბოლოს ბევრი წლის შემდეგ აღმოჩნდი აქ და მინდა გითხრათ რომ ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. გაიხარეთ. შემეკითხებია რა საქმიანობთ? ვეუბნები ყველას რომ მე ვმუშაობ ლივგუდის კომპანიაში, იმიტომ რომ უკვე ჩემი პატარა გუნდი მყავს და ვამაყობ თითოეული მათგანით. მოხარული ვარ ძალიან აი ესეთი ინფორმაციისთვის. ჩვენც ძალიან გვიხარია, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვიყვარს ლიაც და რა თქმა უნდა თქვენც შემოგვემატეთ ეხლა და წარმატებას უსურვებ ყველა მთლიანად, სრულიად ჩვენს გუნდს. და ახლა ქალბატონო მაია მინდა დაგისვათ ასეთი შეკითხვა. თქვენ ბრძანდებით იტალიაში, თუ არ ვცდები, ესე მახსოვს, ხო, და რა პრობლემა გქონდათ თუ შეიძლება? ჯანმრთელობის კუთხით. მოკლედ 6 წლის წინ ქალბატონო ნანა აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში, რომ დამემართა ორგანიზმის მოწამვლა მარცვლისგან და შემდეგ წავიდა მთელი ორგანიზმის მოშხამა. რის გამოც 6 წლის წინ დაიწყო ეს პრობლემა და დღემდე სანამ ლივგუდში შემოვიდოდი, მქონდა აი როგორი პრობლემები. ხშირი კუჭის მოქმედება, ეს იყო აშლილობით, ალერგიები და ღებინება. რის გამოც მინდა გითხრათ, რომ ვიყავი დასტრესილი და უკვე ვერიდებოდი გარეთ გასვლას, იმიტომ რომ ავტობუსში ვიყავი, მეტროში თუ მატარებელში, არ ვიცი როდის მომიწევდა გაქცევა და საპირფარეშოს ძებნა. ეს იყო ჩემი ძალიან დიდი პრობლემა და მოგეხსენებათ, ეხა 34 წლის ვარ და მაშინ 6 წლის წინ აი მრცხვენოდა კიდეც და დამემართა სტრესიც ამის გამო, თან ალერგიული ფონიც. ამიტომ ბევრი ვცადე როგორც მედიკამენტები, ექიმები, როგორც იტალიაში, ასევე საქართველოში, რა არ მაწვალეს და რა არ მაჯახირეს და ბოლოს თითქმის ყველაფრის ჭამა ამიგრძალეს. ანუ ეს არ ჭამოთ, ეს არ ჭამოთ და ეს არ ჭამოთ, არ შეიძლებოდა რომ მხოლოდ და მხოლოდ მეჭამა ბრინჯი, ხო? შეუძლებელი იყო ასეთი ცხოვრება. და ბოლოს ეხა საქართველოში რომ ჩამოვედი ნოემბრის თვეში, მივაკითხე ქალბატონ ლიას სალონში და უთხარი რომ მეთქი რაღაც უნდა მიშველოთ, რაღაცა უნდა დამიხმაროთ და ლიამაც რომ ამიხსნა ამ ყველაფრის შესახებ და თან მას ბევრი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა კომპანიაში და რომ ამიხსნა ამ კომპანიის შესახებ და მითხრა ყველაზე მთავარი რომ ეს არის კლუბური სისტემა და აქ არ გევალება არანაირი გაყიდვები, რა თქმა უნდა დავეთანხმე და მე გავთვალე ეს როგორც ჩემი ჯანმრთელობისთვის პირველ რიგში, ასევე ჩემი ბიზნესისთვის ქალბატონო ნანა. და დღეს მინდა გითხრათ თუ როგორი შედეგები მაქვს. დღეს უკვე არანაირი ჩაქცევები, არანაირი ალერგიები არ მაქვს და ჭამ აბსოლუტურად ყველაფერს, აი აბსოლუტურად ყველაფერს და მოძრაობ ქალაქში ძალიან ნორმალურად და მშვიდად. საოცარი გილოცავთ გულწრფელად და ესეთ შედეგს. და რა მაინტერესებს ქალბატონო მაია, თუ ექიმები გასაგებია, ჩვენ უკვე მოვისმინეთ ეს, მაგრამ თუ მიმართეთ ქსელურ კომპანიებს, სადაც შემოგთავაზეს რამე პროდუქტი და იყო თუ არა რამე შვება აქედან გამომდინარე. იცით ქალბატონო ნანა, მივმართე ქსელურ კომპანიებს, არ მახსოვს ზუსტად და არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მგონი თუ არ ვცდები, ეს იყო Greenways კომპანია. და ვცადე მე მათი ბიოდანამატების მიღება, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. უბრალოდ იმ პერიოდში ვგრძნობდი თავს კარგად, მაგრამ მერე უკვე ვერა.
ანუ რაღაცა შვება მოგცათ, მაგრამ ბოლომდე ვერ. რაღაცა შვება მომცა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვგრძნობდი თავს თავისუფლად. ანუ ახლა აქ მიდევს ჩემს წინ მწვანე, იმიტომ რომ წეხან დავლიე ჭამის შემდეგ, ჭამიდან 15 წუთის შემდეგ და მე ეს ვიგრძენი უკვე რამოდენიმე დღეში. და მე აქ იმიტომ საუბრობ ასე თავისუფლად და ასე ამაყად, იმიტომ რომ ეს პირადად უკვე ჩემს თავზე გამოვცადე. ძალიან მაგარი. თუ შეიძლება, დაახლოებით რა პროდუქტები მიიღეთ და როდიდან, რა პერიოდიდან იგრძენით შედეგი უკვე? ესე იგი, ხალბატონ ნანა, მე გამოვიწერე მთლიანი პაკეტი, უფასო მიწოდების პაკეტი და უკვე პირველ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს არა, მაგრამ უკვე მეოთხე დღეს მე ნამდვილად ვიგრძენი შედეგი, კუჭნაწლავი ჩაწყნარდა, თვითონ ორგანიზმიც ჩაწყნარდა და დილით, როდესაც ვიღვიძებდი, აი როგორი რა მქონდა, იცით? არ მინდა ძალიან გრძელი საუბარი გამომივიდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, დილით რო გავიღვიძებდი, გული ხო ასე ფეთქავდა და კუჭიც თითქოს აი ასე ფეთქავდა და რო გავიღვიძე მეოთხე, მეხუთე დღეს და ძალიან მშვიდად გავიღვიძე და დედა რა მაგარია რომ უკვე არ უნდა ვეძებო საპირფარეშო თქო, აი ვიყავი უკვე ბედნიერი, მართლა ძალიან ბედნიერი. ძალიან მაგარია. მადლობა თქვენ. მადლობა, მე ნამდვილად არა, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც შექმნა ეს პროდუქტი და მე თვითონ ვარ მადლიერი ამ ადამიანების, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაშიც დროულად გამოჩნდა ეს კომპანია, ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ოჯახის წევრების ცხოვრებაში დროულად გამოჩნდა, იმიტომ რომ აი გეგონება ღმერთმა გამომიგზავნა ეს კომპანია, იმიტომ რომ ძალიან დიდი შედეგი მაქვს მეც ოჯახში და უკვე არაერთხელ მაქვს ეს ნათქვამი. გილოცავთ, ქალბატონო მაია, უღრმესი მადლობა რომ ჩაგვერთეთ და ასეთი საინტერესო ამბავი მოგვიყევით. ერთმანეთს დავამატებდი, ქალბატონო ნანა, ძალიან დიდ ბოდის გიხდით და აუცილებლად უნდა დავამატო, ვინც არიან სტუმრები, ვინც ახლა აი ამ პრეზენტაციას ესწრებიან და შემდეგ ნახავენ, მინდა ვუთხრა მათ, რომ არ დაკარგონ არც ერთი წამი, იმიტომ რომ დროულად დაიკავონ თავისი ადგილები ამ კომპანიაში. მე როგორც ყველაფერს ვეძებ და მინდა რომ ყოველი სიახლე გავიგო ლივგუდის კომპანიის შესახებ, ყურიც მოვკარი ამას, რომ ერთ დღეს შეწყდება ლივგუდში რეგისტრაციები, ამიტომ მინდა უთხრა ყველას, რომ ეს ყველაფერი მოასწრონ. მთავარი არის პირველ რიგში ჯანმრთელობა და შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე ბიზნესიც, რაც ამ კომპანიაში შესაძლებელია. უღრმესი მადლობა გამამხნევებელი სიტყვებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ ვიცით ზუსტად როდის შეწყდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე ლოგიკურად რომ ვიაზრონოთ და ვინც ცოტათი მაინც ჩახედულია ბიზნესის სისტემაში, ჩვენ ვიცით რომ როდესაც პარტნიორულია მიმართულება კომპანიის და ჩვენ ვიცით რომ პარტნიორული სისტემაა კომპანია ლივგუდში, აქედან გამომდინარე, ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ეს იმიტომ შეწყდება, რომ აქ არის, მიუხედავად იმის, რომ კლუბური მიმართულებისაა კომპანია ლივგუდი, განსხვავებულია სხვა კლუბური მიმართულებებისგან, ანუ სხვა კომპანიებისგან, მათგანაც კი განსხვავებულია იმ კუთხით, რომ აქ არის, ასე ვთქვათ, ხელფასები ბონუსების სახით, ხომ? ხელფასები ჩვენ ვიცით რომ ძალიან მზარდია და მაქსიმალურს აღწევს ძალიან მაღალი ხელფასებია, მით უმეტეს ადამიანი თუ ბრილიანტის რანგს აღწევს და აქედან გამომდინარე ეს ხომ არ ჩერდება დაუშვათ რომ ეს ადამიანი ადის ბრილიანტის რანგზე და $16,000 გამოიმუშავებს, რა თქმა უნდა ამას კიდევ ემატება დამატებითი ბონუსები, რომელსაც უკვე ადამიანი აყავს, ფაქტიურად შეიძლება $100,000 და $150,000-მდე. ხდებით? ამიტომ ეს არის ძალიან მაღალი ხელფასები და ეს რომ სისტემატიურად გაგრძელდეს, ფაქტიურად კომპანია ბანკროტში წამოვა და ეს არ იქნება წარმატება. ეს აუცილებლად ცუდ შედეგს დადებს, ეს არის ფაქტიურად დადასტურებული ფაქტი, სტატისტიკა. ეს არ არის რაღაცა ახალი ველოსიპედი და ამიტომ არის რომ ლოგიკურია ის რომ დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა როდესაც თავის ამბიციამდე მიაღწევს კომპანია
ეს თავისთავად შეწყდება იმისათვის, რომ იარსებოს და იცოცხლოს კომპანიამ და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრ წლებზეა გათვლილი კომპანია ლივგუდი და ამიტომაც ყველანაირ ზომას მიიღებს იმისათვის, რომ ძალიან ბევრი წელი დაგვატკბოს და გაგვახაროს და გაგვაბედნიეროს. შემდეგ დარჩება, რა თქმა უნდა, სისტემა და მიმართულება, პარტნიორი და გამყიდველი. აი ასე, ხომ? მყიდველი და გამყიდველი, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ხომ? ისევ როგორც არის, როგორც კლუბშია, ხომ? აი ესეთი სახით. თავისთავად იქნება აქციონერობა იმ კუთხით, რომ ადამიანები, რომლებიც ბრილიანტის რანგში იქნებიან, მათ ექნებათ თავისთავად დღესაც თვის ბრილიანტია, მთელი პულიდან, რაც შემოდის ბრილიანტებზე, გადანაწილება ხდება მათზე და ანუ კომპანიის შემოსავლებიდან. და ეს უკვე როდესაც გადავა იმ სისტემაში, თავისთავად იქ იქნება უკვე აი ესეთი მიმართულება. მყიდველი, გამყიდველი და აქციონერები, ვისაც სისტემატიური შემოსავალი ექნებათ კომპანიის შემოსავლებიდან. აი ესეთი მომავალი აქვს ამ კომპანიას და ძალიან ბევრ წლებზე გათვლილი. ისე რომ მადლობა მათ ესეთი მნიშვნელოვანი გათვლებისთვის, მნიშვნელოვანი სერიოზული გადაწყვეტილებებისთვის და ეს რომ არ არის ერთი დღისთვის და ორი დღისთვის. ჩვენ შთამომავლობით შეგვიძლია აი ეს გადავცეთ ჩვენს შვილებს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა. მადლობა თქვენ ამ ჩართვისთვის და ასეთი გამომხნევებელი მოწოდებისთვის ჩვენი პარტნიორებისადმი და სტუმრებისადმი და მადლობა იმ თქვენი შედეგის გაზიარებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გაიგოს და ყველამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. აქ ისეთი რამე ხდება, რომ რეალურად ზოგჯერ იმას ვამბობ ხოლმე, რომ რა ფულზე ლაპარაკი, ფული სულ რომ არ არსებობდეს აქ, ისეთი ფენომენი გვიდევს წინ, რომ მხოლოდ ამის გამო შეიძლება უბრალოდ ლივგუდზე, არ ვიცი, ხო, მარტო ამის გამო, რომ ჯანმრთელობა რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, ხო? კარგით, წარმატებას გისურვებთ, უღმესი მადლობა. კარგად სანდებოდეთ. მადლობა ყველას. კარგად. კარგად, წარმატებები. ქვეთ. გმადლობთ. მეგობრებო, კიდევ ყავს თუ არ ცდები ქალბატონი ლია შემახსენეთ თუ შეიძლება ისიც თქვენი პარტნიორია? ფატი ხურციძე. კი ბატონო, ქალბატონო ფატი, თუ შეიძლება გამოგვეხმაურეთ და კარგი იქნება თუ გაგვიხსნით ეკრანს და გვეჩვენებით, რომ რეალურად დაგინახოთ. თუ არის ამის შესაძლებლობა, თუ არა, რა თქმა უნდა, ძალას ვერ დაგადამთ. გისმენთ ქალბატონო ფატი, თუ შეიძლება გვეჩვენეთ? ან გამოგვეხმაურეთ. ქალბატონო ფატი. მოგესალმებით. კი, კიდეც გვესმის და კიდეც გხედავთ ულამაზეს ქალბატონს. მოგესალმებით ყველას. გამარჯობათ. ქალბატონო ფატი, მადლობა რომ მოგზავნით და ჩვენთან ერთად ხართ. თუ შეიძლება წარადგინეთ თქვენი თავი და შემდეგ გავისაუბრებთ. დიახ, მე ვარ ფატი ხურციძე. ვარ 66 წლის. ამჟამად ვიმყოფები გერმანიაში, ქალაქ ბერლინში. აქ ცხოვრობ ჩემ ვაჟიშვილთან ერთად. ჩვენ აქ გვაქვს ჰუმანიტარული სტატუსით ცხოვრობთ. გასაგებია ალბათ თქვენთვის ეს სტატუსი. ანუ ჩემი ვაჟი არის ეპილეფსიით, ავადმყოფი და ჩვენ მკურნალობთ აქა. და ჩვენ გვაქვს აქ სადაზღვევო პოლისი და აქ დაზღვევით მკურნალობენ. და ეხლა ამ წუთში გადავუხევ თემას, მე პირველ რიგში სარგებლებ შემთხვევით და ქალბატონ ლია თევდორაძეს გადავხდი აუცილებლად დიდ მადლობას თქვენ ქალბატონო ნანა და მინდა რომ დიდი მადლიერება გამოვხატო პირველ რიგში აუცილებლად იმისათვის რომ მე ვეზიარე ამ არაჩვეულებრივ პროდუქციას და არაჩვეულებრივ კომპანიას, იმიტომ რომ მე კარგახანი გამოცდილება მქონდა MV-ში, სადაც ჩვენ განვიცადეთ ფიასკო, ასე ვთქვათ და
აღარც ვაპირებდი საერთოდ აი ესეთი მოწვევებზე დაფუძნებულ კომპანიასთან მეთანამშრომლა. გეტყვით რომ დავიწყებ იმით რომ ჩემი ვაჟი ღებულობს ძალიან რთულ ანტიეპილეპტიკურ წამლებს. რომლებიც იწვევენ, ამ წამლებს მოგეხსენებათ ქიმიური წამლები ყველა და ესენი განსაკუთრებით მეორადი გვერდითი მოვლენებით ხასიათდებიან. ძალიან რთული, ასე ვთქვათ, რთული მეორადი ესენი აქვს გვერდითი მოვლენები. ეს არის ძალიან ძლიერი ბრუსხვევა, აი როგორც ბარბაცი, წამლის მიღებიდან 1 საათში თითქმის დიპლოპსია ქვია, მე მგონი თვალების, მხედველობა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი 2-3 საათის მანძილზე ესეთი თვალე ხედავს რაღაც ფიგურას, მაგრამ ეს როგორც ტელევიზორში გინახავთ აციმციმებული ეკრანი, აი ესეთნაირად. და ყოველთვის ვცდილობდი რომ როგორმე ამეხსნა მკურნალი ექიმისთვის, რომ ამას სჭირდება აუცილებლად რაღაც დახმარება ფიტოთერაპიის, რომ ეს გვერდითი მოვლენები მოეხსნას. მე მქონდა გამოცდილება საქართველოში ამინომჟავური კომპლექსი მივეცი, რომელიც ახლობელმა გამომიგზავნა ამერიკიდან და მქონდა შედეგი. მაგრამ ის ძალიან ძვირი არის, 350-400 დოლარი ჯდებოდა ერთი თვის ეს რა ქვია, ულუფა და რომელიც მე ვეღარ გავაგრძელე და როდესაც მე თხოვნით მიმართე მკურნალ ექიმს, მისგან მივიღე ძალიან ისეთი აგრესიული პასუხი, რომ არავითარი, არაფერი არაა საჭირო და ყველა მაგაზე ნუმელაპარაკები არ არის საჭირო და ასეთ შფოთვაში რო ვარ და ღმერთს ვეხვერწები უფალო რაღაცა გამომიჩინე გზა. გამახსენდა ლია, რომელსაც მეგობრობ დიდი ხანია და დიდი ნდობით სარგებლო ჩემში, აი როგორც საკუთარ თავს ალბათ ისე ვენდობი და ვთხოველიას, რომ რაღაც შენ იყავი მანდ რაღაც ფირმებში და იქნება არის რაიმე ისეთი. და ლია მომაწოდა ეხლა ინფორმაცია რო გითხრათ სიმართლე პირველად მე მხოლოდ პროდუქციის გამო დავინტერესდი და ბიზნესი იყო შემდეგ. მე გავიაზრე, გავაანალიზე და დავთანხმდი ბიზნესზეც, იმიტომ რომ რატომაც არა, როდესაც მე გავცემ ინფორმაციას და იქნებ შემომიმე ბიზნესოს კიდევაც, ასე რომ ვთქვათ, უღეჟად. და დავიწყე მე პირველად დავიწყე ჩემი შვილისთვის, ანუ ეს ინტერნაციონალური პაკეტი პლუს CBD-ს ზეთიც. რომ გითხრათ სიმართლე, ნელ-ნელა ეს ბარბაცი რაც ქონდა მოეხსნა და CBD-ს ზეთმა აი ეს თვალების პარპარიც შეუწყვიტა. მაგრამ შემდეგ ცნობილი მოვლენები მოხდა, რაც შეეხება აი ამ ჩვენ CBD-ს ზეთის დაპატიმრებასთან დაკავშირებით და შემდეგ მოხდა ისე, რომ ექიმმა დაუნიშნა ანტიდეპრესანტი, რომელიც შემდეგ გავარკვიე იქ გუგლში შევედი და ვნახე, რომ ანტიდეპრესანტთან CBD-ს ზეთის მიღება არ არის რეკომენდირებული. ამიტომ ამ ეტაპზე CBD-ს ზეთი შეწყვეტეთ, მაგრამ დანარჩენი თუ კი რაიმე არსებობს ამინომჟავებიდან დაწყებული ვიტილიტიც, შილაჟიტიც, ესენი ყველაფერს ღებულობს ახლა ბავშვი. ენერგიის მომატება, კუჭდაწავის პრობლემების მოგვარება, ცილის პრობლემების მოგვარება, აი ეს გვერდითი მოვლენები, რაც იყო აი ეს ბარბაცთან დაკავშირებით, თვალებში სულ სხვანაირი გამოხედვა, ესენი ყველაფერი მოუწესრიგდა.
მე მგონი ესე იგი, ისმის ხო ხმა? კი, კარგად ისმის, ძალიან გაოცებული ვარ, მართლაც, ქალბატონო ხო. ფატი, მე თქვენ ეხლა გამახსენდით. მე აუცილებლად და საყოველთაოდ ვწებულობ ჩემი შვილისგან იმის გამო, რომ უნდა მიწერო აუცილებლად ეს რაღაც ახალი რაღაც პროდუქციიც არის CBD-ზეთან დაკავშირებით და ეს უნდა გავარკვიო, რომ მე CBD-ზეთი აუცილებლად უნდა მივცე, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიო კომპანიის ხელმძღვანელებთან აი ამ CBD-ზეთან დაკავშირებით. ეხლა რაც შემეხება მე მე რო გითხრათ სიმართლე დიდად კი იყო გაჟღერდა აქ თქვენს გადაცემებში რომ პრეზენტაციებზე რომ აი სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ვერ წარმომედგინა, აი რო გითხრათ სიმართლე ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ აი მივიდოდი ორთოპედთან და გამომიშვებდა უკან. ყველა პრობლემას გამომაწნევდა უკან. არავითარი, აი რო გითხრათ უბრალოდ მასსაც არ გამოგიწევს, რომ დაუშვათ ან ტკივილი, ან რაღაცა, მხოლოდ სურათის გადაღება, იქ ფიზიოთერაპია, ეს არაფერი არ არის, არ დამერწმუნეთ, არავითარი ფიზიოთერაპია არაფერს არ შველის და დავიწყე, მე გადავწყვიტე, რომ ოღონდ აი ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ არავითარი ერთი რაღაცა, არა მარტო მაგნიუმი, მარტო ჰორმონალური, არავითარ შემთხვევაში მე დავწმუნდი 100%-ით მხოლოდ ინტერნაციონალური პაკეტი და ნელ-ნელა დაამატოს ქალბატონებმა ჰორმონალური ბალანსი ქალებისთვის, რატომ? მე ეხლა ექიმი არა ვარ და მედიცინასთან არ ვეთერკავშირებად, მაგრამ წაკითხული მაქვს და ინფორმაცია მაქვს მიღებული, რომ ესტროგენის ნაკლებობა, რომელიც უკვე 33 წლიდან იწყება ქალბატონებში, იწვევს კალციუმი აღარ ლაგდება, ძვალში იწყება ძვლის გაფაშრება, ნელ-ნელა სინვალური სითხის ნაკლებობა, აქედან გამომდინარე ხტილის მოწვეთა და ეს ყველაფერი იწვევს გონართლოს, კოქსართლოს და ასე შემდეგ დანარჩენს. და ეს რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ასე ვთქვათ საწოლზე მიჯაჭვა, რომელიც ძალიან არ გვინდა და არასასიამოვნოა, რა თქმა უნდა. ასაკის მატებასთან ერთად თითქმის თავიდან თუ ყოველ 10 წელიწადში გრძნობთ ჩვენ დისკომფორტს, შემდეგ 5 წელიწადში, ეხლა უკვე 60 წელს, როდესაც გადავცილდი, უკვე ვხედავ, რომ ყოველწლიურად დისკომფორტს განვიცდი წელის არეში, თეძოს არე, იქ ბაძაყის სამოძრაო, სადაც არის ბაძაყის არეში, მუხლის არე, ტერფის არე, ეს არის საშინელება. აი მიდიხარ გზაში და უცებ ჩაგეკეტება მუხლი ან ტერფი და ანუ საშინელება. აღმოჩნდა, რომ აქ ის შიაზიც, ანუ ეს საჯდომი ნერვის ანთებასთან, რომელიც მიდის კოჭთან და აი კოჭის არესთან, აი იქ დასაწყისად, როდესაც იწვა აი ეს ადგილის მტკიოდა საშინლად და გადავწყვიტე, გადავდევი თავი რო იტყვიე და დავიწყე აი ეს ინტერნაციონალური პაკეტი პლუს ჰორმონალური ბალანსი პლუს კოლაგენი აუცილებლად და ну აი ეს ამით შემოვიფარგლებით ჯერჯერობით და ისე ჰარმონიულად გადავედი ამ კომფორტის ზონაში ასე ვთქვათ აღარც მივაქცი ყურადღება ისე კარგად ვზობდი თავს რომ აი ეს და მე დავფიქრდი დიახ დავფიქრდი რომ ფატმან ცოტა მადლიერების გამოხატვაც კარგი თვისებაა ხო და იმ წუთში ლიას ვაბარებდი პაკეტს ასე ვთქვათ შედეგებს ვინმე ლია აღარ მტკივა თეძოსთან აღარ მტკივა აი ბაძახთან მტკივლები მქონდა ყოველდღიური ყრუ აი სიარულის დროსაც კი არა და მოსვენებულ მდგომარეობაშიც აღარ მტკივა მუხლებმაც აი ოდნავ უსიამოვნო შეცნებები დამიტოვა მხოლოდ მუხლებში და ეხლა რამოდენიმე კვირის წინ შევამჩნიე რომ ან საჯდომი ნერვი რომელიც თავდება კოჭთან კოჭიდან თითქმის ერთი ტკავილის მანძილზე უკვე აღარ მტკივა ზემო ხელის დაჭერით ვამბობ ანუ ხელის და ისე თვალსაჩინოს რომ ვიცმევდი რა თქმა უნდა მტკიოდა ხო აი ეს ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო კომფორტი, რომელიც მე მივიღე აი ამ პროდუქტების მიღებით და
რა ვქნა, როგორ გამოვხატო ეს აღფრთოვანება და მე რომ ხედავდი აღფრთოვანებულ საუბარს ძალიან მიკვირდა, რომ ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა ოღონდ აუცილებლად კომპლექსური მიღებით. აუცილებლად პლუს ჰორმონალური ბალანსის დამატებით, კოლაგენის დამატებით. ეს რაც შეეხება საყრდენ მამოძრავებელ სისტემას. ეხლა უნდა დავამატო აუცილებლად, რომ მაქვს ძალიან რთული რეფლუქსი, ანუ დილიდან საღამომდე ნებისმიერი საჭმელის შეჭმის ჭამის შემდეგ საშინელი გულწმარვა და ომეპრაზოლის გარეშე საერთოდ უკვე წლებია მითხრა ექიმმა, რომ მეც ვსვამო მთელი ცხოვრება და უნდა დალიო, მეტი გამოსავალი არა გაქვს. ეხლა რამოდენიმე დღის წინ დამავიწყდა, უცებ დილას ხო ვსვამ, უზმოზე უნდა დავლიო და მთელი დღე გავიდა ისე, რომ არ შეუწუხები ვარ გულწმარვას. მეორე დღეს სპეციალურად არ დავლიე. და მესამე დღე არის დღეს, რომ სპეციალურად არ დავლიე და მთელი დღე ძალიან კარგად ვარ, ესე იგი 3 დღე ვარ კარგად, დღის საღამოს ოდნავ რაღაც ისეთი საჭმელი ჭამე, ოდნავ იგრძენი. ანუ ეხლა შევამცირებ, მოდი ასე გავაკეთებ, მე თვითონ მკურნალობ ჯერთოს, 40 მილიგრამს ავიყვან 20 მილიგრამს და ნელ-ნელა მაგასაც ამოვაგდებ. ანუ დაკვირვებით, რა თქმა უნდა, გამოცდილები და დაკვირვებით მივდივართ. ძილის პრობლემაც მომიგვარდა, რომელიც ძილი იყო 3-ჯერ 4-ჯერ გამოგვიძებით, ანუ ვიძინებ კარგად, მაგრამ 3 საათზე, 6 საათზე, 4 საათზე აი ასეთი ინტერვალებით გამოგეღვიძება, მე აღარ დამეძინება. ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ დაღრილი იღვიძებდა საშინელება და ეს ნამდვილად უკვე ერთი თვეა, ვგრძნობ რომ ძალიან კარგად ვარ. საერთოდ პროდუქციას ღებულობ უკვე დეკემბრის თვიდან. მე მგონი დეკემბერში ჩავეთ, ანუ მეორე გამოწერა მაქვს ახლა მე ეს ინტერნაციონალური პაკეტის, აუცილებლად მესამეც უნდა, ანუ 3 თვიან კურსს აუცილებლად გავივლი და კიდევ ქალბატონებს კიდევ ერთ შენიშვნას მიცემ, რომ კოლაგენს მიძღებულობთ, ანუ კოლაგენი თურმე ჩემ ასაკში უკვე 6 თვის მანძილზე შეუწყობლი უნდა მიიღოს, რომ დაიწყოს ორგანიზმმა თურმე კოლაგენის გამომუშავება. ნუ ამ ინფორმაციებს მე ვღებულობ YouTube-დან და აქედან, იმიტომ რომ ხო გვაინტერესებს რას ვღებულობ და რატომ ვღებულობ, ხო? და შემდეგ დაისვენებ, ესე იგი წელიწადში პირველი 6 თვე და ახალგაზრდამ შეუძლიათ 3 თვე მიიღოს, 3 თვე დაისვენებს, 3 თვე მიიღებს, 3 თვე დაისვენებს. ანუ ჭხილების პრობლემა არ დამავიწყდეს. ჭხილი ოდნავ წამოიღდებოდა და შუაში ყოფოდა და მემკროდა და საშინელ მდგომარეობაში, იმიტომ რომ სულ თებში უნდა გარეცხო, სულ უნდა სახლი დაალაგო და ეს რაც თქმა უნდა მით უმეტეს რეზინის ხეთათმანით სარგებლობ, მაგრამ მაინც. ათომების ცვენა შემიჩერდა, ჭხილები ეს კოლაგენის დამსახურება, ასევე საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ამუშავებაც კოლაგენსაც ვაბრალებ, რა თქმა უნდა. ნუ ეს რაც შეეხება ჩემ სიტუაციას, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. და ადამიანს ბოდიში ყავა. კი ბატონო. ყავაც დავამატე და კი დავწერე ჩატში და იცინეს გოგონებმა, ანუ ცეკვა თამაშის ხასიათზე მომიყვანა. აი ცუცული დავდივარ თქოდილიას ვერ უნდებოდი ეს იმ დღეს, როდესაც პირველად მივიღე ეს ყავა, არ ვიცი, სასწაული იყო, მართლა სასწაული ის დღე მე როგორ ჩავატარე. აი ყველას ვეუბნები, 66 წლის ვარ, მე ენერგიას უკვე არანაირად აღარ ვუჩივარ ენერგიობას, დილას ავდგები თუ სადმე წასასვლელი ვარ, თუ მოსაცდელი ვარ, ანუ ნერვიულ სისტემასაც აი აქ ხდება, რომ მოგეხსენებათ ევროპაში მოწდები და ესენი კი 2-3-4 საათი ისე უნდა მოიცადო ერთ რაღაცაზე და ეს არის ნერვების გამოცდა, რომელსაც მშვენივრად უმკლავდები. ნუ რა გითხრათ რა, დიდი განძის პატრონები ვართ და ვამბობ, რომ სიბერის აღარ მეშინია, ნამდვილად აღარ მეშინია, იმიტომ რომ ამას მე აუცილებლად უნდა გამოვიმუშაოთ, ქალბატონებო, გამოვიმუშაოთ ის თანხები, ვინც ბრძანდებით
კომპანიის თანამშრომლები, ასე ვთქვათ, ანუ ბიზნეს ვაწარმოებთ, გამოვიმუშაოთ და შევიძინოთ და ჩავდოთ ინვესტიცია ჩვენს ჯანმრთელობაში. პირველ რიგში. აი ამის მოკლედ თუ არ გამიგრძელდა, მოკლედ ამის თქვა მინდოდა. ძალიან სწორი მოწოდებაა. გაიხარეთ, ძალიან სწორი მოწოდება იყო ზუსტად, რომ ჩვენი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს ჯანმრთელობაში, ეს ყველაზე მთავარია დღესდღეობით ადამიანებისთვის. მადლობა ქალბატონო ფატი, მე თქვენ გამახსენდით, ჩვენ გქონდა ხშირი საუბრები დასაწყისში. დიახ. კი. ვერ ვიხდი უცებ თავი და რო თქვა ფატი, რომელ ფატიზე იყო საუბარი და ახლა რომ დაგინახეთ, გამახსენდით. მახსოვს თქვენი პესიმისტური განწყობა, მე მახსოვს ქვეყანა ქსელურებში ვარ ნამყოფი, თუ სადღაც ვარო ქსელურში ნამყოფი და მაინც არ გეჯერათ, რომ აქ რაღაცა შედეგს დადებდა ეს პროდუქტი და ახლა მოხარული ვარ, რომ აი ასეთი 360 გრადუსით შემოტრიალდა თქვენი ხერხები და თქვენი წარმოდგენები კომპანიის მიმართ. ძალიან კარგი, მოხარული ვარ და მე ვფიქრობ დავქრივა რომ თქვით წეღან სიხარულისაგან და ასეთი შედეგი დამიდოდა. მე ვფიქრობ ეს კიდევ იმან გამოიწვია რომ თქვენ საკუთარ შვილზე რომელზეც ძალიან განიცდიდით და ნერვიულობდით ხედავთ რომ პროდუქტმა უკვე დაძრა ადგილიდან. ხო, ყველაფერი და ამიტომ ესეც გახარებთ ადამიანს გული როდესაც გახარებული აქვს და უმეტეს შვილთან რომ არის ეს საკითხი, სიცოცხლეც უხარია ამ დროს. კი ბატონო, კიდევ მე შვილის პრობლემაა. ცოტა ეშმაკობას ხმარობ და კურნალექის ამის შესახებ არ ვესაუბრებ. გასაგებია. ძალიან აგრესიულად აი მეგონა რომ მარტო საქართველოში იყო ასეთი საქართველოში უკეთესი დამოკიდებულება ეხლა. ვიდრე ანუ მე ძალიან ისეთ რაღაცას შევეჯახე კურნალექინთან ამის გამო რომ არ ვიცი. ხო, საქართველოშიც არის და აქაც არის განსხვავება ადამიანებში, ეს ექიმიც ადამიანია, ხო, თვითონ ადამიანი როგორია და ვინ შეგვხვდება, თუ აქაც არის რომ პესიმისტურად არიან განწყობილები და ოპტიმისტურად. სხვადასხვანაირი განწყობა ექიმების ასეთ დანამატებთან დაკავშირებით, მაგრამ აქ უკვე თვითონ ასე ვთქვათ შემადგენლობას რო ხედავენ აქაური ექიმები მაგალითად ავსტრიაში შოკირებულები რჩებიან, იმიტომ რომ მარტო შემადგენლობით რჩებიან შოკირებულები და თუ რა შედეგებს დევს, რამოდენიმესთან მქონდა საუბარი და მართლა გაოცებულები არიან. იმიტომ რომ ასეთი რამე წარმოუდგენელია. მართლა ასეც აკეთებს ეს პროდუქტი წარმოუდგენელია. მე ჯერ არ შემხვედრია აი რაც დაარსდა ეს კომპანია, მე ჯერ არ შემხვედრია უარყოფითი შედეგი. აი ვინმეს ეთქვა რომ აი რაღაცა ის გავაკეთე, რაღაცა ისე გამოვიდა, არ დამეხმარა, არ მიშველა, ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა. მართლა გეუბნებით ამას გულწრფელად. ისე რომ მოხარული ვარ რომ ისევ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს და ასეთ ლამაზ ნოტაზე შევხვდით ერთმანეთს და მე ვიყავი ამის მოლოდინში, რომ გავიგებდი აი ამ ყველაფერს თქვენგან და მიხარია ზუსტად ინფორმაციის სახით რომ ჩვენი მაგნიუმი არის გლიცინატი და გლუკონატი, რომელიც მოვიპოვე ინფორმაცია არის საუკეთესო ფორმა, ასეთი ფორმას ვერ ნახავთ ვერც აფთიაქში და ვერცად ძალიან განსაკუთრებულად კარგი ფორმა არის. გლიცინატი და გლუკონატი, რომელიც აი ამ კომპანიას აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მე ვფიქრობ გაითვალისწინებენ პარტნიორები და ბაზარზე არის ოქსიდი არის ციტრატს კიდე არაუშავს, მაგრამ ოქსიდი არის საშინელება, რომელიც გაჯერებულია აი აქაც გერმანიაში ბაზარი, მაგითი და არანაირად ეს არის საუკეთესო ფორმა. კი ბატონო, ასეა გეთანხმებით მეც, ეს ორგანული პროდუქტია და გასაგებია რომ აქ ცოტა განსხვავებაა სხვა პროდუქტებთან, ასევე ბიოდანამატებისგანაც კი განსხვავებულია თვითონ ეს პროდუქტი, ეს თვითონ გლის უკაცრავად გუდკინისგან მაქვს მოსმენილი. განსხვავებულია ჩვენი პროდუქტი თვითონ, ანუ ნებისმიერი ბიოდანამატისგანაც, იმიტომ რომ აქ სულ სხვა შემადგენლობაა და ასევე ორგანულია, გასაგები ორგანული რაც ნიშნავს. ხო, კარგით, მადლობთ ქალბატონო ფატი, დაგემშვიდობებით, გისურვებთ კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს, გისურვებთ რომ საერთოდ შემდეგ შეხვედრას და აი როდესაც კიდევ რამოდენიმე ხნის შემდეგ და ეს ღმერთმა ქლას რომ უფრო მალე იყოს, ჩვენ ისევ შეხვდეთ და თქვათ რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია თქვენი შვილი და თქვენც აბსოლუტურად ჯანმრთელი ბრძანდებით.
კარგად წარდებოდით. კარგად ზამდებოდეთ, უღრმესი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ და ეს გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი. კარგად, მადლობა. ეხლა გადავიდოდი, რა თქმა უნდა, ქალბატონ ქეთი კოპალიანთან. ქალბატონო ქეთი, აქ ბრძანდებით? და სანამ ქალბატონი ქეთი გამომეხმაურებოდა, ეხლა მე აქ ხედავ ქალბატონ ლია ბურჭულაძეს. ქალბატონო ლია, შემიხმიანეთ თუ გვისმენთ და თუ აქ ბრძანდებით? გისმენთ, მოგესალმებით ყველას. ქალბატონო ლია, მაინტერესებს როგორი პირობები გაქვთ, შეგიძლიათ თუ არა საუბარი და საქმე იმაშია, რომ მე ახლა რუსულ ენაზე უნდა ვისაუბრო და შეკითხვას რო დავსვა და პასუხს რომ მივიღებ, ცოტა უხერხული იქნება, ჩემთვის მოუხერხებელი იქნება ქართულადაც ვთარგმნო და რუსულადაც ვილაპარაკო, მე ვიცი რომ თქვენ რუსული კარგად გესმით და თუ შესაძლებელია, როდესაც რუსულენოვანთან გადავალ, დამეხმაროთ და გადათარგმნოთ ჩემი საუბარი და მისი საუბარი. ეს შესაძლებელია? აი, ვეცდები ყველნაირად ჩემი პრობლემიდან გამომდინარე, ხომ იცით? კი, ერთობლივად ვეცადოთ. ნუ არა, ახლა თუ არა გაქვს პირობები, იმიტომ შეგეკითხეთ წინასწარ და თუ არ არის პირობა, მეც ცოტა მიჭირს ახლა საუბარი ჯერჯერობით. აჰა, გასაგებია. ანუ ვერა. თუ ნაწილობრივ. ნაწილობრივ ვეცდები რა. ყოველ შემთხვევაში ჩემი შეკითხვა მაინც რომ გადათარგმნოთ და მე შემდეგ იმ ადამიანის საუბარს გადმოვთარგმნი. კარგით. ასე მოველაპარაკოთ მაშინ. მადლობა წინასწარ. ქალბატონო ქეთი. აბა, გამოგვეხმაურეთ თუ შეიძლება. ნონა, ქალბატონი ქეთი თუ ქალბატონი რაია იქნება ახლა? ნონა, ნანი, შემეხმიანეთ თუ შეიძლება. ქეთი კოპალიანი. ქალბატონო ქეთი, მოგესალმებით. რატომ? აბა თუ შეიძლება გადით და ისევ შემოდით და იქნებ ჩაერთოთ რამენაირად. მარტო მე ვერ ხედავ თუ პარტნიორებო შემეხმიანეთ მოდერატორი შემეხმიანოს ხედავს ჩანს თუ არა? მხოლოდ ფოტო ჩანს, არ ჩანს ქალბატონი ქეთი. ქალბატონო ქეთი, წითელი ყურმის დაადეთ თითი, გაბრძანდით და ხელახლა შემოდით. ქალბატონანი თუ შეიძლება გადაურეკ, თუ თითქოს გავიგე ხმა. აჰა, გავიდა. თუ შეიძლება გადაურეკეთ, აბა უთხარ თუ გავიდეს და ხო, შეიძლება შემოვიდეს, თუმც არ უნდა დარეკვა, აბა ვნახოთ. ქალბატონი რაია თუ ბრძანდება ჩვენთან ერთად? ქალბატონი რაია? მოდერატორები თუ შეიძლება ყურადღებით იყავით, რომ მიკროფონთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნას? გესალმებით საღამომშვიდობის. გამარჯობათ ქალბატონო რაია. მე მგონი თქვენზეა ხო საუბარი, რომ თქვენ გაქვთ ასევე საოცარი შედეგი. მე არ ვარ ამ წუთში საქმის ყურში თქვენ შედეგებთან დაკავშირებით და თუ შეიძლება აბა ორიოდე სიტყვით რა პრობლემა გქონდათ, ჯერ წარადგინეთ რა თქმა უნდა თავი და შემდეგ როდის დარეგისტრირდეთ ლიგუთში, როდის გამოიწერეთ პროდუქტი, რა პრობლემა გქონდათ და რა გამოგისწორდათ აი ამის შედეგად, როდესაც უკვე დაიწყეთ ამ პროდუქტის მიღება და თუ მანამდე მიგიღიათ რამე პროდუქტები ან წამლები და ასე შემდეგ. კი გენაცვალე, სასიამოვნოა, ისეული მოგესალმებით, მშვიდობიან საღამოს გისურვებ ყველას. პირველ რიგში გაგეცნობით, მე ვარ რაია კაკრიაშვილი, ცხოვრობ საქართველოში, კერძოდ ჩხოროწყოში. ყავს დიდი ოჯახი, მეუღლე და 4 შვილი, 8 შვილიშვილი. არასდროს არ მიხსენებია და ამაღა მართლა უნდა ვახსენო ჩემი მდგომარეობა 22 წლის ასაკში გავხდი მეცუდად, გამემართა გაჟონვა ტვინში სისხლის. ეს გამოიწვია იმან, რომ სვანეთში იცით მძიმე პირობებია და სამუშაოზე ვიყავი წასული, რომ მოვედი საღამოს ქარში თავი დავიბანე და
გამემართა გაჟონვა. წამომიყვანეს სასწრაფოდ სამტრედიაში ებრაელი ექიმები იყვნენ იქ, იმათმა სითხე ამიღეს ხერხემლიდან, თურმე იმის იაღება არ შეიძლებოდა, ორ კვირაზე მეტი ვიყავი უგონო მდგომარეობაში გათიშული. მერე გამწერეს იქიდან თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში, იქ უნდოდათ ჩემი თავის ქალის მოხდა, მერე ჩემი ახლობელი მუშაობდა იქ, ჩემი დედამთილის ბიძაშვილი, მან გაიგიჟა თავი, გამოართვა მომართვა, აქ არ მოგაკლევინება მასო და წამიყვანეს მოსკოვში. მოსკოვში რო წავედი, კაი პროფესორი შემხვდა იქ, ამათ ეგონათ რომ იქ ოპერაციას გამიკეთებდნენ აქაურ ექიმებს და სუყველას და იმან თქვა რომ ერთი სადააქტო ეხლა შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ სადააქტო თქვენ ექიმებს დამთავრებული ეს პროფესია ერთი მითხარითო, რატო გღუპავდნენო 22 წლის გოგოსო, რა საოპერაციო იყავიო, რა გჭირდა საოპერაციო. ან დაო სითხე რო აგიღეს ხერხემლიდანო, ჰაერი უნდა შეეშვათ ხერხემალშიო და ეხლა ახალგაზრდა გოგო ხარო და ხანში რო შეხვალო, წელის ტკივილები გექნება, ხერხემლის ტკივილები შეიძლება ლოგინადაც ჩავარდეო. ისე აგვიხდეს ყველაფერი, მართლა რა არც ხანში შევდიოდი, დამეწყო წელის ტკივილებიც, ხერხემლის ტკივილებიც, წნევები, გულის ტკივილი და ყველაფერი საშინელება. ცხოვრებაში არც ერთ კომპანიაში არ ვყოფილ ვარ, ერთი წონის კორექციასთან დაკავშირებით ვიწერდი Facebook-იდან რაღაც წამლებს და საუბედუროდ იმათმაც არაფერი არ მიშველეს, იმის მეტი რომ სულ წნევები და გულის ტკივილები დამჩემდა. ახლა გამოჩნდა თქვენი წყალობით ეს კომპანია, დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო ნანა, რომ საქართველოში ეს კომპანია შემოიტანეთ. მერე ქეთოკოპალიან შევეხმაურე, რა კომპანია არის მეთქი მეგობრებში მყავდა, ცხოვრებაში არ ყოფილ ვარ არც ერთ კომპანიაში მეთქი და მომცარჩევა რომ შემოусულიყავი აუცილებლად. უდიდესი მადლობა ქეთოსაც და ჩემს ზემდგომებს უყველას მიხარია ნანის გუნდში რო ვარ და სუყველა მეხმარებიან, ნონაც სუყველა გვერდით მიდგანან და ეხლა გეტყვი შედეგებს. გამოვიწერე ეს ველნეს პაკეტი, ხელის თითები 5 თითი დაბუჟებული მქონდა, გულის ტკივილები მქონდა ისეთი რომ რო იმოგზაურებდი 1-10 კილომეტრი სადმე წავიდოდი, ვсё, ეგ არის და მიჩერდებოდა გული. თავის ტკივილები ძლიერი, ხერხემლის ტკივილები, წელის ტკივილები, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ჩემი მეუღლეც იმას მეუბნება, ეხლა ხოლმე რომ მართლა ყველაფერი მჯერაო, ამ ბიოდანამატებისო, აგერ ხარო ცოცხალი მაგალითი რომ ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. რაც ეს ბიოდანამატები მივიღე, ივნისის მერე ვარ მე ამ კომპანიაში, რაც 1-3 თვეზე მეტია, რაც ესენი მივიღე და მართლა ფრენის ხასიათზე ვარ, გეუბნებით სუყველას, ვინც აქ ესწრება. ჯერე ერთი ის მარტო მაქვს დალეული კურსი, ეს ველნეს პაკეტი და ისე ვაპირებ კიდე გაგრძელებას, მერე ჩვენს უნიჭიერეს დამაარსებლებს ემაილზე მივუწერე კიდე რომ ცოტა წონა მაწუხებს მეთქი ამაზე და იმათმა დამინიშნეს ეხლა ველნეს პაკეტი მიღებული მაქვს თქვა, დამინიშნეს კოლაგენი და კიდე რაღაც ბიოდანამატები და რესტორანში ვიყავი ამის წინათ დავდივარ ხოლმე გამოძახებით და ეხლა მეშოვა უკვე მუდმივი სამუშაო და დაკვირვებული იყო მთელი რესტორნის ხალხი რომ 500-600 კაციან სუფრის ჭურჭელს დილისაც საათზე რო დავიწყებდი საღამოს 11-ის ნახევრამდე საერთოდ არ ვჩერდებოდი საიდან გაქვს ამდენი ძალაო. აი ეს ძალა მომცა, არც ხელების დაბუჟება მაქვს, არც გულის ტკივილი მაქვს, არც წნევები მაწუხებს და მერცხალივით დაუფრინავ და უღრმესი მადლობა პირველ რიგში თქვენ ქალბატონო ნანა, თქვენი დამსახურება არის, თორე საქართველოში როდის შემოვიდოდა ეს კომპანია არ ვიცი. ამ კომპანიის დამაარსებლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მე აქ შემომიყვანა. აი ეს არის ჩემი შედეგები და ყველას მოვწოდებ, რომ არინანებს არც ერთი, რომც არ იყოს საერთოდ აქ ხელფასები, მე ამის გულისამარტო მიღირს, რომ აქ რა პროდუქტებიც არის, რა ბიოდანამატებიც, რაც ჯანმრთელობას უბრუნებს ადამიანებს, თორე მე მართლა შეიძლება ლოგინზე ვიყავი მიჯაჭული, მითხრა იქ პროფესორმა, რომ ხანში რო შეხვალო, შეიძლება ლოგინს მიეჯაჭო, რატო აგიღეს სითხეო და მადლობას გიხდი სუყველას. არ არის მეგობრებო საოცრება? ნამდვილი საოცრება მართლაც, რას მოყვა ადამიანი და დღეს რა შედეგი დაუდო. აი არ ვიცი, მართლა მაგარი რამეა, უბრალოდ მაგარი ძალიან. გილოცავთ ქალბატონო რაია, მადლობა ესეთი მართლა გამომხნევებელი ინფორმაციისთვის, გამოჯანმრთელებას კიდევ უფრო მეტად გისურვებთ და
აი არ ვიცი, აქ გარდა ჯანმრთელობისა ვიცით რომ არის ფინანსური თავისუფლება სრულიად სიტყვის მნიშვნელობით და მე გისურვებდით რომ აი ფინანსურადაც უფრო მოიზარდო და აღარ დაგჭირდებთ აი ეს მთელი დღე იქ დგომა და ჭურჭლის რეცხვა და ასე შემდეგ და ლიგუდმა მოგცეთ ის ფინანსები, რომლებიც თავისუფლად იქნებით სახლში და დატკბებით თქვენი ოჯახით, თქვენი შვილებით, თქვენი შვილიშვილებით, რომელთაც ასე ვთქვათ ბედნიერებას და სიკეთეს გისურვებთ. აი ხარით გენაცვალეთ თქვენს ასევე ბედნიერება და სიკეთე და წარმატებები. უღმესი მადლობა ამ ჩართვისთვის და ძალიან გაგვახარეთ თქვენი ასეთი საუკეთესო შედეგით. ეს ბედნიერებაა ქალბატონო რაია, მარტო ის არ არის ბედნიერება ადამიანი თვითონ იყოს კარგად, თვითონ ქონდეს ფული, თვითონ იყოს ჯანმრთელი. როდესაც აი ამას ისმენ და გარშემო ადამიანები ბედნიერები არიან, ეს მე ვფიქრობ ნებისმიერ ადამიანს აბედნიერებს, იმიტომ რომ ყველას ვესაუბრები, მე ვარ მეთქი ცოცხალი მაგალითი ჩემს სამეფესაოს ახლობლოს იმედია მოიგებიან გოლს. მე ვარ ცოცხალი მაგალითი, რომ ასე ცუდად ვიყავი და ასე კარგად ვარ. წეღანაც ვახსენე, რომ საერთოდ არ იყოს ის ფულის დარიცხვა, ამის გამო მარტო ღირს ამ კომპანიაში შემოსვლა, რომ სიცოცხლე გაგვიხანგრძლივდეს და კარგად ვიყოთ. კი ბატონო, გეთანხმებით. მართლა დანაშაულია ამ პროდუქტზე და საერთოდ ამ კომპანიაზე არ შევატყობინოთ ადამიანებს. აი, უკვე აქ მარტო იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ აი მე ფული მინდა და ეს აი უბრალოდ მართლა დანაშაულია ეს სიკეთეები ადამიანებს არ გადავცეთ. აი რომ დავფიქრდეთ ხომ, როცა რაღაცა კარგი ვიცით, ელემენტარული მაღაზიაში რაღაც კარგი საინტერესო იყიდება, რაღაცა კარგი ხდება, რომელიც სხვასაც მოუტანს სარგებელს, ამის დამალვა ხო არ არის სწორი. მით უმეტეს ასეთი სერიოზული რამეზე გაჩუმება იმის გამო, რომ აი მე $10 რატო უნდა გადავიხადო და აღარ მინდა არაფერი დამანებე თავი, ეს არ მინდა, ის არ მინდა. მეგობრებო, სიკეთეს აკეთებთ. სიკეთეს და როგორ სიკეთეს, ეხლა უყურეთ რომ ადამიანი ვერ იდგა ფეხზე, დადგა ფეხზე. ადამიანის გული აწუხებდა ცუდად იყო, შეიძლება დღე-დღეზე ადამიანი სიკვდილს ელოდებოდა და სიკვდილის მაგივრად გამოცოცხლდა. იქ რაღაცა საშინელი ავადმყოფობა სჭირდა და საერთოდ თუ იმედოდ იყო და უკვე ემზადებოდა და დამშვიდობებოდა სიცოცხლეს და დღეს არათუ დამშვიდობება ცოცხალია და ბედნიერია და აბედნიერებს თავისი ოჯახის წევრებსაც თავისი არსებობით, რომ ის კარგად არის, ბედნიერია და ჯანმრთელია. აი ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა ხდებოდეს დედამიწაზე და ამაზე გაჩუმება თუ შეიძლება, აი თუ მე ხარ რაღაცა ზედმეტს ვამბობ, მაშინ უბრალოდ შემეპასუხეთ და მითხარით, რომ კი, ვის რაში სჭირდება ეს. ეს ყველა სჭირდება. იმდენად არის გაახალგაზრდავებული ავადმყოფობები დღეს დედამიწაზე. იმდენად, რომ ვიტყვით ხოლმე, რომ რა დროს მაგისი ავადმყოფობა, რა დროს მაგისი გულია, რა დროს მაგისი ინსულტი, ინფარქტია, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. დღეს 17-18 წლის ბავშვებს ინფარქტები და ინსულტები ემართებათ, იცით თქვენ ეს? იმდენად არის გაახალგაზრდავებული ავადმყოფობები, იმიტომ რომ დაბინძურებულია გარშემო ყველაფერი. აი ამ სიბინძურეს და ამ ყველაფერს თავს რა თქმა უნდა ეზიარებიან ახალგაზრდა ადამიანებიც და ჯანმრთელობა საიდან შერჩება. მოკლედ ძალიან მიხარია ესეთ შედეგებს რომ უსმენ, აი იმ კვირას ხოლმე ვარ საერთოდ თვიდან თვემდე ვარ ბედნიერი და კარგ ხასიათზე ხოლმე აი ამ ჩართვების შემდეგ ნამდვილად მახარებს ეს ყველაფერი. ქალბატონო, მადლობა ქალბატონო რაია კიდევ ერთხელ და ახლა გადავალთ ქალბატონ ქეთი კოპალიანთან, იქნებ მოახერხოს და შემოგვიერთდეს რამენაირად. ქალბატონო ქეთი. კარგით, როგორც აჩვენს, ვერ დაგვიკავშირდა ქალბატონი ქეთი. მაშინ მე ახლა გადავალ გაგიზიარებთ ეკრანს და ცოტა საზარელ სურათს გაჩვენებთ. ჩემო ძვირფასებო, რაზედაც წინასწარ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს უნდა ნახოთ თქვენ. ხვალე.
ჩანს. ეს არის ერთ-ერთი ქალბატონის ფეხი, რომელიც უკვე წამოვიდა გამოჯანმრთელებისკენ. ეს უკვე აი ნახეთ რა ხდებოდა. და ეს იყო სადღაც ნახევარი წლის წინ, არა, უკვე აი აქედან, რომ აი ასეთი გახდა. და ახლა მას შემდეგ გავიდა დრო და ფაქტიურად ნახეთ რა დღეში აქ ადამიანს ფეხები ნახეთ. და ფაქტიურად მის შემდეგ გავიდა დრო, რა თქმა უნდა, ამ ადამიანმა მიიღო ეს პროდუქტი. და ახლა გავესაუბრებით, თვითონ მას ვერ გავესაუბრებით, რა თქმა უნდა, და გავესაუბრებით მის ახლობელს, ვინც იქვე გვერდში ყავს და იცის ამ ყველაფრის შესახებ. და მიმართავ ქალბატონ ეგანა. Igana, вы здесь? Госпожа Игяна, вы здесь? თუ შეიძლება ერთი წუთით გავალ მე და დავუკავშირდები, მანამდე თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ, პარტნიორებო შეგიძლიათ ცოტა ხანი ისაუბროთ და მე მას დავუკავშირდები. იმიტომ რომ ცოტა Карбатону на Я здесь, просто у меня микрофон был закрыт, отключен. Добрый вечер, друзья. Всех приветствую. Я Егяна. Слушаю ваши вопросы. Я здесь, госпожа Нана, я здесь. Добрый вечер, госпожа Егяна. Просто у меня Госпожа микрофон был. просто она вышла, Она пока... меня пишет там. Она в Да, личку да. пишет, не знает, что я здесь. Да, но сейчас она вышла отсюда. Сейчас она придет. Она Извините. вышла для того, чтобы мне написать, но не знает, наверное, что я здесь. Да, конечно. Ваш звук не был слышен, так что она А поэтому просто- вышла. Вот звонит она мне. მოდერატორს თხოვ რომ მიკროფონი ჩაურთოს, იმიტომ რომ მიკროფონი ჩაურთვია თვითონ და არ ყოფილა მიკროფონი ჩართული და იმიტომ ვერ დაგველაპარაკა. Добрый вечер, друзья, опять. Добрый второму вечер. кругу. Да, добрый вечер. Приветствую вас. Желаю приятного вечера. Я сейчас, госпожа Игяна, показала... Немного представьтесь, пожалуйста. Ну, не все вас сейчас знают, потому что тогда не все Мгм. присутствовали. Если Хорошо. можно. მე ვუთხარი რომ თქვენ გიცნობთ უმრავლესობა, მაგრამ ყველა არ გიცნობთ, აქ ახალი სტუმრებიც არიან და თუ შეიძლება გაეცანით თქვენ. Я Гаджева Егяна, живу в Азербайджане, в Баку, родилась тут, живу тут, и у меня семья, 3 детей, внуки. Я по специальности вообще-то инженер электровычислительных машин. Но я последние 30 лет сижу дома, детей воспитываю. ხო, И я, да, ну что-то переведите, хотел... пожалуйста. Ничего добавь, что хотели сказать. Мгм. Я в Ливгуде уже 1,5 года. Мгм. 1,5 года работаю. Сейчас у меня статус золото. Мгм. У меня в структуре хотелось больше, чтобы было, но всего где-то 250 человек. Мгм. Мгм. Очень приятно. მოკლედ მე მქვია ეგანა ჰაჯიევიო, ვცხოვრობ აზერბაიჯანში, წლების მანძილზე იქ ვარ დაბადებული, გაზრდილი და იქ ვცხოვრობ ახლაცო, პროფესიით ვარ ინჟინერიო.
ელექტროინჟინერი, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხანია სახლში ვარ და ბავშვისრული სამი შვილის დედა ვარო, შვილიშვილები მყავსო და ოჯახის, ასე ვთქვათ, დიასახლისი ვარ ამ ეტაპისთვისო, მაგრამ ლიგუთში ვარ უკვე წელიწად ნახევარიო და მოღვაწეობ ლიგუთშიო. ანუ სტატუსით უკვე ოქროს статусе вар. Госпожа Егиана, мы знаем, что у вас в вашей команде очень серьезные результаты. Что вы можете сказать? Я сейчас показала вот эту фотографию одной женщины, одной госпожи, у которой была вот такая ужасная ситуация, ужасная проблема. И как эта болезнь называется и почему с ней такое происходило? Если можете сказать. Извините, я переведу пока. მე ხა შევეკითხე რომ თქვენს ჯგუფში არის ქალბატონი რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემა ჰქონდა, სურათი ვაჩვენე მეთქი პარტნიორებს და სტუმრებს, ეს საზარელი სურათია, მართლა შეხედვაც კი მიჭირს მე ამ სურათის და რა პრობლემა იყო, რა ავადმყოფობამ გამოიწვია ასეთი საშინელი მდგომარეობა, თქო ეს შევეკითხე. ეხლა დაველოდები, რა თქმა უნდა, პასუხს. Да, слушаю вас. Ага, значит, это невестка нашей партнерши по имени Тарана. У нее болезнь называется васкулит. Возможно, многие из вас даже не слышали об этом заболевании, но это очень тяжелая болезнь на ногах. Можно переведу? Да, да. Можно переведу. Es kalbatoni. Madlova, ბათოიტყვით. კი. არა, თქვენ თარგმნით ახლა უბრალოდ არ ვლაპარაკობთ და თან თარგმნოთ ეგრე არ გამოვა? ალბათ ვერ გაიგებენ. არ ვიცი ხო ორ ხმაში თუ სინქრონულად კარგია, მაგრამ თუ გაიგებენ, ცადოთ. გადათარგმნით ახლა ამას რაც თქვა, შეგიძლიათ? კი, ვლაპარაკობდა თავისი ჯგუფში მყოფი ესეთი ქალბატონის რძალზე, რომელსაც აქვს ეს დაავადება ვასკულოზი, რომელიც შეიძლება თქვენც არც იცითო ესეთი დაავადება რომ არსებობსო. კი батоно. И что случилось? Чем она лечилась, госпожа Егиана? Აბა თარგმნეთ период параллелурат, კი, ქალბატონია. Чем она лечилась? Что она принимала до этого? И сколько лет этой болезнью она болеет? И были ли результаты, 2 секунды, были ли результаты до того, пока она принимала продукты? Да, я расскажу немного о ней. Значит, это... Егена, я извиняюсь, это надо перевести пока. Да, კითხვა დაცვა ქალბატონმა ნანამ, რითი მკურნალობდა, რამდენი წლის განმავლობაში იყო ეს ადამიანი დაავადებული ამ დაავადებით, რამდენი წელია მიმდინარეობს ეს დაავადება და როგორი შედეგები აქვს ეხლა. არა, როგორი შედეგები დადო თუ არა იმ მკურნალობამ, რითაც მკურნალობდა შედეგი, მაშინ იმ მკურნალობამ, კი. Да, слушаем. Значит, эта болезнь показывает себя как? На ногах появляются глубокие язвы, которые не поддаются лечению. Эту женщину... Госпожа Егиана, если можно, короткие фразы, чтобы легче было переводить. Хорошо? Хорошо. Эту женщину лечили лучшие врачи, профессора в нескольких клиниках России. Am ქალბატონს მკურნალობდნენ რუსეთში არსებული, ყველაზე საუკეთესო კლინიკებში პროფესორები, ექიმები. Но никакого улучшения не было. მაგრამ არანაირი შედეგი. Я ее свекрови сама предложила, сказала, что давай, может, купишь ты ей наши продукты, отправишь ей, а потому что она не в Азербайджане живет, она гражданка России.
ანუ ეს ქალბატონი არის რუსეთის მოქალაქე, ის არ ცხოვრობს აზერბაიჯანში და მე შევთავაზეობის დედამთილს, რომ აი ეს პროდუქტები გამოეწერა და გაეგზავნა მისთვის რუსეთში. Да. И сказала, что давай купи, отправим ей, может, это ей поможет. И она согласилась. ხო, შევთავაზე, რომ მოდი გავუგზავნოთ, იქნებ ეს მოუხდეს ამ ადამიანს და მისი დედამთილი დამეთანხმაო. И она согласилась, вот она и так и сделала. Заказала продукты и отправила к своей невестке. Да, понятно. И что случилось? Как Что начала пить, случилось? что начала Она, пить, и вот да, немного вот об этом. она начала пить фактор 4, магнезиум, D3K2, супергрин. Супергрин, и еще она CBD принимала, и еще CBD крем. Понял, то есть не полностью wellness-пакет Нет, бесплатный, нет. а вот именно вот эти продукты. Да, это потому что у кого аллергия, у кого тяжелая аллергия, им нельзя принимать супер-ред. И вот я и так и подумала, что ей, наверное, нельзя, это связано, и с аллергией тоже связано, эта болезнь. Перебедете? ანუ ეს დაავადება დაკავშირებული არის ალერგიასთან, ამიტომ მას არ მიუღია აი ეს ლედ პაკეტი. Суперцицель. ბატონო? Супер красный имеешь в виду, да? ხო, ფაქტორ 4 მიიღო, D3 მიიღო, მაგნეზიუმი მიიღო, ესა კარაფის CBD-ს კრემი მიიღო, CBD-ს კრემი მიიღო. CBD-ს ზედი და კრემი, დიახ. Да, и она еще делала масло тимьян. Правда, у нас пока нету этого масла, но скоро будет. Я думаю, что наше масло будет намного качественнее. კი, თიმიანის ზეთსაც ღებულობდა და ჩვენთან ჯერ არ არის ეგ თიმიანის ზეთიო, მაგრამ უკვე არისო პერსპექტივაში, რომ ჩვენთანაც იქნებაო და დარწმუნებული ვარ, რომ იქ ძალიან დიდი ყველაზე უკეთესი იქნება ჩვენ უშუალოდ ლივგუდის გამოშვებული თიმიანის ზეთიო. Да, сейчас она себя чувствует хорошо, она должна приехать в Баку скоро и сказала, что я закажу много продуктов и возьму с собой туда. И постоянно буду их принимать. Значит, получилось так, что у нее очищаются ноги, и уже результаты очень хорошие, как я понимаю. Очень. Да, очень хорошие. Очень довольна она. Очень довольна, да. Кабатоналия. ანუ შედეგი აქ არაჩვეულებრივი ძალიან კმაყოფილი არის. ვინაიდან უკვე აპირებს ჩამოსვლას ბაქოში და აუცილებლად შევიძენ დიდი რაოდენობით პაკეტს და წავიღებ, როცა დავბრუნები რუსეთში. ანუ ხო, და ასე ვთქვია, რომ სულ სისტემატიურად მივიღებ ამ პროდუქტს, რომ იმდენად ნასიამოვნები და იმდენად კმაყოფილია ამ შედეგით. კი. ნუ საერთოდ წარმოუდგენელი ხარ, როგორც თავიდან თქვა ქალბატონს, ცოტა რომ ვიმსჯეროთ, გავშალოთ ეს თემა, როგორც ქალბატონმა ეგანამთქვა, ეს ფაქტიურად ითვლებოდა უკურნებად, უკურნებელ ავადმყოფობად. ნუ არ ikurnებოდა და აგერ ფაქტის სახეზე, რომ უკურნებელი ავადმყოფობა განკურნებადი აღმოჩნდა ლივგუდის პროდუქტით. აი ეს არის მაგარი. Еще скажу одну вещь, она... Могу говорить? Да. Да, значит, она лечилась у разных профессоров целых 4 месяца. Но никакого результата не было. А вот этот результат 28 дней всего лишь. Это действительно чудо. ანუ მკურნალობდა ეს ქალბატონი მთელი 4 თვის განმავლობაში საკმაოდ ცნობილ პროფესორებთან და არანაირი შედეგი არ ჰქონდა და ეს შედეგი რაც დღესდღეობით მიიღო ჩვენი პროდუქტების მიღებით დადო 28 დღეში. კი, და ეს მართლა საოცრად თქმა უნდა გახარებული იქნება და ბედნიერი იქნება ამ შედეგით. წარმოუდგენად
ხო, რა თქმა უნდა. მოკლედ გვიხარია ძალიან ასეთ რაღაცას რომ ვისმეთ ნამდვილად. კიდევ ერთი შედეგი გვაქვს ქალბატონია და აუცილებლად გადათავისუფლებთ. თუ რამე პრობლემაა მითხარით და მე თვითონაც გადავთარგმნი, არ არის პრობლема. Госпожа Егена, я знаю, что у вас еще очень серьезный результат онкологической болезни, да? Да, этот мужчина 46 лет, страдающий от... 2 секунды, если можно, мы переводы будем делать, да? Потому что, чтобы не получилось так, что мы друг с другом беседуем. Ქალბატონი, თქვენ თქვით თუ მე ვიტყვი? მე რაც შევეკითხე. ხო, რა ვიცი, გნებავ თქვენ. ხო, რა ვიცი. ხო, სულ ერთია. ხო, რამდენადაც მე ვიცი, უკვე ძალიან დიდი ხანია ქალბატონი ეგანა ამბობდა, რომ არის მის ჯგუფში ადამიანი, ოღონდ ის არ არის ამჟამად, არ იყო ჩვენი პარტნიორი და მე დარწმუნებული ვარ, უკვე გახდება ჩვენი პარტნიორი. ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა ამ ადამიანს ცხვირში ჰქონდა კიბო, სიმსივნე. ფაქტიურად უკვე იმ მდგომარეობაში იყო, ვეღარ ჭამდა, ვეღარ სვავდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა. ეს მე ვიცი უკვე, აღარც კი ვეკითხები ქალბატონ ეგანას, იმიტომ რომ ასეთი მდგომარეობა იყო, მას შედეგზე შევეკითხები მე. და უკვე ჩაქნეული ჰქონდა მთელ ოჯახს ხელი, რომ ის უკვე ვეღარაფერს ვეღარ იზავდა, ვეღარ გამოჯანმრთელდებოდა და მთელი ოჯახის წევრები უკვე გამოგლოვებული ყავდათ ეს ადამიანი, რომ ელოდებოდნენ, რომ აი დღე-დღეზე მოკვდებოდა. აი ესეთი სიტუაცია იყო ამ ბატონთან. ბატონია თუ არ ვცდები. Госпожа Егена, я рассказала уже о болезни я уже рассказала, вам не надо будет уже беспокоиться, потому что я сказала, что я заранее об этом уже знала, поэтому, чтобы время не терять, я уже рассказала об этом. Вот сейчас нам интересно, что случилось и какой результат. Значит, у него был 3-й степени злокачественной опухоли с носа. В носу это начиналось, и пошло все в горло, метастазы. И он не мог даже пить бульоны, кушать не мог. А сейчас у него состояние вроде бы нормальное. Его двоюродная сестра у нас работает, лидер. И говорит, что я сегодня перед нашей встречей я с его сестрой говорила. Просто хотела, чтобы свежая информация была. И она сказала, что он себя чувствует хорошо, настроение очень хорошее, кушает нормально. У него в носу, с носа пошел кровь и гной. После этого он может дышать носом. Он долгое время не дышал носом. Заложен был нос. И вот, переведете? Для вас это не надо? ანუ როგორც აღნიშნა ქალბატონმა, მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა ამ კაცს, დაწყებული ცხვირიდან, ანუ გადადიოდა მეტასტაზები ყელზე და მე ვესაუბრეო მის ბიძაშვილს, ამ კაცის ბიძაშვილს უშუალოდ ჩართვის წინ, რომ ცოცხალი ინფორმაცია მომეწოდებინაო თქვენთვისო და მან მითხრა, რომ იგი კარგად გზდობს თავს, ეს ბატონი, კარგ ხასიათზე არის, ჭამს ნორმალურად, ანუ ცხვირიდან წამოვიდა დიდი რაოდენობით სისხლი და ჩირქი და ამის შემდეგ უკვე მან დაიწყო ნორმალურად სუნთქვა. აი რა მოხდა კიდე, როგორც მე მახსოვს, მე როგორც მოყვა, ეხა ახალი ფაქტიურად ინფორმაცია მოგვაწოდა, მაგრამ სისხლი რომ წამოვიდა, ეს მოხდა ზუსტად მას შემდეგ, რაც მან მიიღო ლივგუდის პროდუქტი. წარმოიდგინეთ, და სისხლი რომ წამოვიდა, შეეშინდათ მათ, რა ხდებაო. პირიქით, ახლა გასაგები აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა და ესე იგი რაღაცა მოხდა ლივგუდის პროდუქტისგან,
წამოვიდა სისხლი და უხერხული ახლა ამის თქმა, რა თქმა უნდა, ის რაც იყო ამ აქედან გამომდინარე ჩირქი და ყველაფერი რაც იყო წამოვიდა, რა თქმა უნდა, გაიწმინდა და მას შემდეგ დაიწყო სუნთქვა, ის უკვე ვეღარ სუნთქავდა ცხვირით, ისეთი საშინელი მდგომარეობა ჰქონდა და ვეღარ სჭამდა და ვეღარც ვერაფერი. და სწორედ აი ამ სისხლის წამოსვლის შემდეგ, ამ გასუფთავების შემდეგ, რაც გასუფთავდა, მან ჭამაც დაიწყოს, მათ დაიწყო, ხასიათზეც მოვიდა და ეხლა აი ბოლოს ეხლა გამოსვლის წინ, სანამ ჩვენთან შემოვიდოდა, მინდოდაო ცოცხალი როგორც ქალბატონმა ლიამ გადათარგმნა, ცოცხალი ინფორმაცია მომეწოდებინაო და აი ახლაც ვკითხე, აბა ეხლა როგორ არისო და გადასარევად არის, მშვენივრად არის, ჭამასმის ხასიათი არისო. აი რამე იყო ეს რო გითხრას. ეს თქვა ფაქტ რა მიიღო? Что принял? კი, არ ვთქვი, ეს წინა მასე ქალბატონზე თქვა რა მიიღო. Что он принял? Какие продукты, Яна? А их немного. Он начал с суперзелень, нет, не суперзелень, CBD, магнезиум, D3K2 и фактор 4. Он начал так, а вторая партия у него уже пошло из суперзелень, и мы для него заказали еще суперкрасный тоже. Ну, в принципе, то же самое, что бесплатный пакет. В принципе, там ничего нового не было. Только CBD. Дополнительно было только CBD. Только. А он еще эти CBD делает в нос и в горло. Тоже капает туда. Да. Это он уже сам придумал. Он хорошо помогает. ყელშიც ეს თვითონ მოიფიქრა ამ კაცმა. ხო, ამ პაკეტიდან კი ყველაფერი მიიღო, თუ არ ვწდები აქ იმის витаминების გარდა, ხო, ქალბატონო? კი, витамины он не принимал, да, как я понимаю? Нет, конечно, нет. ხო, მოკლედ ფაქტორ 4 კაური მიიღო. ხო, D3 კაური მიიღო, მაგნიუმი ხო და ფაქტორ 4 და სუპერწვანე და წითელი კი. ხო, ну, ძირითადად ესენი და ეს ვიტამინებიც არ მიუღია და CBD დამატებით კიდე. აი ეს პროდუქტები მიიღო და აი ასეთი შედეგი დადო მეგობრებო. ასეთი შედეგი კი არა, საოცარი შედეგი. ადამიანად იქცა და მესამე სტადია, რომელიც უკვე მეტასტაზები იყო გადასული უკვე სხვაგან. ასეთი სერიოზული უკვე და მეტასტაზი დაბლოკა როგორც ჩანს და კი არ დაბლოკა საერთოდ გაათავისუფლა ადამიანი ამ ბედურებისგან ნამდვილად. აი ეს არის მართლაც აი არ ვიცი. სიტყვები არ მყოფნის, მართლა არ მყოფნის. აი ესეთ შემთხვევებში თუ მიეღწიეთ ყურადღება, როდესაც აი ამ შეხვედრებზე, შედეგებზე რომ საუბრობთ, სიტყვები მართლა არ მყოფნის. არ ვიცი რა ვთქვა, ისეთი გაოცებული ვარ. Спасибо, госпожа Егиана, вот за эти результаты. Я знаю, что у вас очень много в чате результатов интересных, но мы сейчас просто, у нас есть регламент, мы не можем обо всем сейчас говорить, и поэтому мы давайте закруглимся вот на этих двух результатах, наверное, да? Хорошо. Спасибо. Спасибо большое, спасибо вам. Я знаю, что вы спешите, не будем больше задерживать. Огромное вам спасибо за это вот подключение к нам. Пожалуйста. Было приятно с вами. Передайте от нас еще большего выздоровления, чтобы у них все было хорошо, чтобы были счастливы, настолько хорошо, чтобы было, чтобы они пришли уже здесь, сами с нами говорили. Да, дай Бог. Одну вещь я вам скажу. Вот она мне сказала, что у него в связи с этой болезнью, у него депрессия уже была. Но это нормально. А сейчас у него, он полон веры, он так верит, что у него все будет отлично. Выживет он, все будет хорошо в его жизни, я надеюсь. Поэтому всем желаю, чтобы самое главное вера была. Вера в Бога, вера в будущее и вера в свою жизнь, что будет от этих продуктов у нас будет все хорошо. Нормально. Спасибо большое. Вам тоже желаем. Желаем всего самого лучшего. Спасибо огромное. Спокойной ночи.
До свидания. Спокойной ночи. Всего доброго. До свидания. До свидания. ჩემი და ქალბატონი ეგანასი მოგიწევთ გადათარგმნოთ ქალბატონული. ხო, ანუ ქალბატონმა იაგანამ თქვა, რომ ეს კაცი იმდენად დეპრესიაში იყო ჩავარდნილი, უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებდა, მაგრამ დღეს უკვე იმდენად გამოვიდა ის მდგომარეობიდან და ისეთი რწმენით არის ამ პროდუქტის მიმართად და ზოგადად რწმენით და კარგ ხასიათზე, რომ ანუ თვლის, რომ დაამარცხებს აი ამ საშინელ დაავადებას და ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ ჩვენც მოგვიწოდა ასეთ წმენით, რომ ვიყოთ ღმერთისა და პროდუქტის მიმართ. ხო, რა თქმა უნდა, ეს იგულისხმა ქალბატონმა ეგანამ, რომ აუცილებლად არ უნდა დავკარგოთ იმედი, რწმენით ვიყოთ განწყობილები და ეს კიდე დამატებითი, ასე ვთქვათ, შველა, იმიტომ რომ ეს არის ცოტა ფსიქოლოგიური მომენტებიც არის აქ, იცით, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ის გამოჯამრთელდება. ეს კიდე დამატებითი დახმარებაა, იმიტომ რომ რამდენადაც მე წაკითხულიდან და მოსმენილიდან და საერთოდ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ სულ ექიმებთან მქონდა საქმე იმ კუთხით, რომ დედის მხრიდან ბევრი მყავს ექიმები, სულ იმას ამბობდნენ, რომ გონება არის დაკავშირებული ყველა ორგანოსთან. და გონება აწვდის ინფორმაციას ყველა ორგანოს. როდესაც ადამიანი ფიქრობს ცუდზე, სულ რომ არაფერი არ არსებობდეს მის ორგანიზმში ცუდი, ის ცუდი თავისთვის იწყებს გავითარებას ორგანიზმში. აი დაუშვათ, არაფერი არ სჭირს ადამიანს და არ ამჭირს, არა ასე მაქვს, ან კიბო მაქვს, ეს მაქვს და ის მაქვს, შეიძლება მართლა განვითარდეს ეს, იმიტომ რომ ინფორმაცია მიდის. ხდებით, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამიტომ ზუსტად ეს იგულისხმა ქალბატონმა ეგანამ, რომ რწმენით რომ შევხედავთ და ჩვენ გვჯერავს იმის, რომ კარგად გავხდებით, აუცილებლად კარგად გავხდებითო. ასეთი ექსპერიმენტიც იყო, ექსპერიმენტი არ იყო, ეს რეალური ამბავი იყო. ონკოლოგიურ საავადმყოფოში ძალიან ძლიერი ექიმი იყო და ფაქტიურად ფსიქოლოგიურად კურნავდა ხალხს ისეთ რაღაცებს. აი ავადმყოფები გადაანაწილა და ერთი ხმა დაიკარგა? ერთი პერიოდი დაიკარგა, მაგრამ ეხლა ისმის. ხო, მოკლედ რამოდენიმე ქალბატონი დასვა ერთ ხარეს და რამოდენიმე აქეთ ხარეს. და რატო გადაანაწილა ასე? ანუ ის მეორე ნაწილი ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა, ტიროდა, უკვე სიკვდილზე ფიქრობდა და ასე შემდეგ და მეორე ნაწილი ამბობდა, მე კარგად ვიქნები, არაფერი არ დამემართება. და აი პირდაპირ განუცხადა, რომ ასეთი განწყობით თუ მიქნებით, თქვენ აუცილებლად დაგემართებათ ის, რასაც ფიქრობთ. იმიტომ რომ ეს ანადგურებს ორგანიზმს. წარმოიდგინეთ, ეს არის უკვე მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი, ამიტომ განწყობასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ თუ იმედით ვიღებთ ამ პროდუქტს, ჩვენ თუ გვჯერავს იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ხო? ცოტა ბიბლიურ ციტატასაც მოვიყვან, ქრისტე ამბობდა ასეთ რაღაცას, ძლიერი რწმენა თუ გექნებათ, თას თუ ეტყვით, გადაადგილდი ერთი ადგილიდან, აუცილებლად გადაადგილდებაო. აი ეს არის და ასევე არის ასეთი ფრაზა ბიბლიაში, დამწუხრებული გული ძვლებს აშრობსო. ამიტომ ეს მეცნიერება და ეს ღვთის სიტყვა ერთმანეთთან ძალიან დიდ კავშირშია იმ კუთხით, რომ ჯერჯერობით პირველ რიგში თვითონ ღმერთისგან მოდის, ხო, ყველაფერი და შემდეგ დანარჩენი ადამიანება მოიფიქრეს. ამიტომ არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ისე რომ ვიყოთ, რა თქმა უნდა, ყველა რწმენით და განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ და პროდუქტი იყოს საოცარი და საოცარია და აუცილებლად გვექნება 100 კი არა 1000%-იანი შედეგები. ამის თქმა მინდოდა. დღეს ალბათ თუ ვინმე კიდევ არის ისეთი, რომ აქვს სურვილი ისაუბროს თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგი დაუდო პროდუქტმა, დაუგეგმავად, აქამდე ველაპარაკეთ, დაგეგმილათ ადამიანებს, ვისთანაც გვინდოდა გასაუბრება, დაუგეგმავათაც შეგვიძლია დავთოთ, თუმცა ძალიან დიდი დრო გავიდა და პატარა რეგლამენტი დარჩა, ასე ვთქვათ, პატარა დრო დაგვრჩა და თუ შეიძლება ძალიან მოკლედ თუ იმეს აქვს სურვილი კიდევ ისაუბროს ამის გარშემო. და აქ დავასრულებთ დღეს ჩვენ შეხვედრას, ვიმედოვნებ, რომ ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მართლაც და სასარგებლო იმისათვის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და
აუცილებლად დავუკავშიროთ ჩვენი, ასე ვთქვათ, მომავალი ცხოვრება ლივგუდს, ხო? იმიტომ რომ ლივგუდი არის რეალურად დღეს ადამიანების შველა ყველა კუთხით, ფინანსურადაც და ჯანმრთელობის კუთხითაც. არ შემიძლია ორიოდე სიტყვით რო არ გამოვხატოთ ჩემი სიხარული, აღტაცება, გაოცებაც. ნამდვილად ვიცოდი მე დასაწყისში ვუთხარი პატივცემულ სტუმრებს, რომ ჩვენთვისაც სიურპრიზი იქნებოდა ეს შედეგები და მართლაც სიურპრიზი იყო. სიტყვები უძლური არის ნამდვილად ისეთი საოცარი შედეგები მოვისმინე, რომ წინა შეხვედრა რო ქონდა წინა თვეში შედეგებზე საუბარი, ხო, შოკი იყო. ახლაც იგივე შოკი არის ჩემთვის ნამდვილად. ის ფოტო, რაც გვაჩვენეთ, ქალბატონო ნანა, თვალი მოვკარით თუ არა, უკვე ვერ შევძელი მისი დანახვა. არ ვიცი, საშინელება იყო, საცუდავი ის ადამიანი, ვინც აი ამ დღეში იყო. წარმოიდგინეთ ახლა მას როგორ ეყარება კომპანია ლივგუდი და მისი პროდუქტები. ჯერ მე მიყვარს, იმიტომ რომ მეც ძალიან კარგი შედეგები დამიდო, თუმცა სერიოზული არაფერი არ მჭირდა, მაგრამ რაც მჭირდა, ისიც სატკივარი იყო ჩემთვის და წუხილია, ხო, თითი რომ გაგვეჭრება, ისიც არასასიამოვნო და გტკივა და დისკომფორტი გაქვს და ნებისმიერი რამე რაც გვაწუხებს, ყოველთვის მტკივნეული არის ის. კი, რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ქალბატონო ციცი მართლა შოკი იყო პირველი შეხვედრას და მეორეც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაბედნიერდება ამ პროდუქტით და ჩვენ მათთან ერთად ვიბედნიერებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სასიხარულო, როცა სხვის აი ამ სიხარულს უსმენ და აი ესეთ შედეგებს ისმენ ადამიანს. ნამდვილად ვზეიმობთ ჩვენ, ფაქტიურად ამ გამოჯანმრთელებულ ადამიანებთან ერთად. გისურვებთ კვლავ ჯანმრთელობას და როგორც ქალბატონმა რაიამ აღნიშნა, სიბერის არავის აღარ გვეშინია, ვინც კომპანია ლივგუდში ვართ და არაფრის არ გვეშინია აბსოლუტურად. კი, ნამდვილად ეგრეა. ქალბატონმა დინარე კოპალიანმა გახსნა მიკროფონი, რამის თქმა ხომ არ გინდოდათ თუ შეიძლება რომ ეს პროდუქცია მივიღო ორგანიზმის გაწმენდის მიზნით. როდის მოგიხდით ახლა ეთყობა ბრონხები მაქვს. გაცილებული ვარ და ვერ ვლაპარაკო. ჩემი ხმა ის ბატონო არის მის ჩემი ხმა. ისმის, თქო არ ისმის, გისმენთ ქალბატონო ლია. აი მაინტერესებდა თუ შეიძლება რომ მივიღო ეს თქვენი პროდუქცია უბრალოდ ორგანიზმის გაწმენდის მიზნით. რატომ არ შეიძლება? ხო. თავისთავად ნებისმიერ ადამიანისთვის არათუ შეიძლება, აუცილებელიც არის ქალბატონო ლია. ხო, გასაგებია. დიდი მადლობა. წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ, რა თქმა უნდა. მადლობთ. გისმენთ ქალბატონო დინარა. მოგესალმებით. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. მე ვარ დინარა კოპალიანი, 75 წლისა. მე მინდა ორიოდე სიტყვით გადმოვცეთ დანამატი პროდუქტის შესახებ. ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი. 2017 წელს გავიკეთე მკერდის ოპერაცია, აღმომაჩნდა მეორე სტადიის ავთვისებიანი კიბო. გავიკეთე ქიმია, სხივები, რამაც გამოიწვია კალცი, იმუნიტეტი, მოკლედ რო ვთქვათ, ყველა ანალიზი ნულზე მქონდა. 6 წელი ყოველ 3 თვეში ვსვამდი წამლებს, რასაც შედეგი არ გამოიღო. ლივგუდის პროდუქტის მიღების შემდეგ ყველაფერი მომიწევს.
წესრიგდა. ასევე მქონდა ქრონიკული ცისტიტი, საკვერცხეზე აგრეთვე 30 წელია ქრონიკული ანთება მქონდა. აღმექცეული პროდუქტის მიღების შემდეგ ესენის მომიწესრიგდა. კუჭ-ნაწლავი ძალიან მაწუხებდა, გაუვალობა მქონდა, ესეც მომიწესრიგდა. ესე იგი, ამ დანამატებმა ხალისი დამიბრუნა ცხოვრების. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს კომპანია შემოიტანა საქართველოში ნანა ლომიძეს განსაკუთრებით და ვინც დამარეგისტრირა. გამოიწერეთ ხალხნო ეს პროდუქტი, სასწაულებს ახსენს, ეს რომ არ მეთქვა, ვერ მოვისვენებდი, ახლა კი დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველანი. გაიხარეთ, მადლობა ქალბატონო დინარა. ქალბატონო დინარას თვითონ მოუნდა ამ საკითხზე საუბარი, არ გქონდა დაგეგმილი არანაირად, მაგრამ ადამიანები უკვე ისე არიან მართლა გაბედნიერებულები და გახარებულები, რომ აი როგორც ხედავთ, უკვე თვითონ აებადებათ სურვილი, რომ გააზიარონ თავიანთი ეს საოცარი შედეგები და თქვენც მოგიწოდონ, რომ აუცილებლად მიიღოთ ეს პროდუქტი, რომ პერიოდულად წყდება ხმა. კარგით, მადლობა ქალბატონო დინარა. მოკლედ, მეგობრებო, როგორც ხედავთ, აი ასეთ შედეგებს ხვდებს კომპანია ლივგუდის პროდუქტი. პროდუქტი ემატება ყოველ ფაქტიურად, სისტემატიურად გვემატება და პროდუქტის მომატების გარეშე უკვე ძალიან ბევრ სხვა რაღაცებზეც უკვე არის საუბარი, რაც განმავლობაში აუცილებლად იქნება. მოგეხსენებათ, ესეთი რამეები ესე სწრაფად არ ხდება, დრო სჭირდება ყველაფერს, თუმცა თვითონ პროდუქტი ამ მიმართულების ეს მონოხაზი სისტემატიურად იმატება და უხარიათ ხოლმე პარტნიორებს მახსოვს, როდესაც ახალი პროდუქტი მოდის, სულ გახარებულები არიან ხოლმე, იმიტომ რომ იციან, რომ თითოეული პროდუქტი საოცრებას მოახდენს. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, რაცაც ჩვენ ველოდებით, რომ უნდა დაემატოს კომპანია ლივგუდს და მარკეტპლეისის პროცესში ვართ ახლა და შევიდეთ მთლიანად ამ ფაზაში, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან საკმაოდ დრო სჭირდება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეს არ არის სათამაშო ბურთი, უბრალოდ გავიდეთ და ერთმანეთს გავითამაშოთ, აქ სერიოზული მოლაპარაკებებია, სერიოზული გათვლები, იმიტომ რომ კომპანიას აქვს თავისებური მოთხოვნები და სტანდარტები, რომელსაც შესაძლოა ყველა ვერ დაექვემდებარება და ვიღაც დაექვემდებარება და ვიღაც არა. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს მოლაპარაკებებს დრო სჭირდება. აქ არის ბუმბერაზი კომპანია, 220 ქვეყანაში შესული და ესე ადვილად ეს საკითხები არ გადაწყდება. ამიტომ ჩვენ ვიცით კომპანიები, რომლებიც დღეს არიან უძლიერესები, რა გზები გამოიარეს ამ კომპანიებმა, ავიღოთ Nike, ავიღოთ Netflix-ი და ასე შემდეგ, დღეს რომ კომპანიები არიან და გვინავენ, ფაქტიურად ესენი Nike მაგალითად ტუალეტის ქაღალდებს ამზადებდა 5 წლის მანძილზე და დღეს Nike-ია და Nike-ის ფირმა დღეს არის ბრენდი სპორტული მიმართულებით, რომელიც უძვირესებს, მაგალითად დილური რაღაცისთვის შემზადება კომპანია, ამას ყოველთვის სჭირდება დრო, წლები, ვადები, რომ გავითარდეს ამ მიმართულებით. კომპანია ლივგუდი ელვისის სწრაფით ვითარდება, ის რაც კომპანია ლივგუდმა მიაღწია ფაქტიურად 2 წელიწადში სხვა კომპანიები წლები უნდებოდნენ ამას, ამიტომ მე ვფიქრობ პერსპექტივაში ბევრად უფრო მალე მოხდება ის, ვიდრე სხვა კომპანიებს ჰქონდათ ეს ბედნიერება, მაგრამ ჩვენ ადამიანები უნდა ვიყოთ ცოტა ასე ვთქვათ მოთფინებით შევხედოთ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ როგორც აგიხსენით, სასწაულებს ნუ ველოდებით ახლა მართლა და 2 დღეში და 3 დღეში ესეთი სერიოზული საკითხები არ გვარდება, როგორც წეგან გითხარით. მით უმეტეს კომპანია ლივგუდმა მართლა რეკორდი მოხსნა, ლამის ესე შეიძლება ითქვას, რომ 2 დღეში გავითარდა ასე მაღალ დონეზე და ასეთ დიდ მწვერვალებს მიაღწია, რომ დღეს მთელი მსოფლიო კომპანია ლივგუდზე საუბრობს და მის პროდუქციაზე საუბრობს. გუთკინებს იცნობენ მთელი მსოფლიო უკვე, იმიტომ რომ ისეთი შეკვეთები და იმდენი შეკვეთები აქვთ უკვე, ვეღარ აუდიან საწყობებში უკვე ილევა პროდუქტი და იმიტომაც არის ზოგჯერ ზუსტად მაგნიზიასაც იგვიანებს, ზოგჯერ პროდუქტი არ არის ფიზიკურად. გერმანიაში ვერ ასწრებენ ჩამოზიდვას პროდუქტის, იმიტომ რომ ჩამოაგდა ქრება პროდუქტი, ელვის სისწრაფით ვითარდება ეს ყველაფერი.
ამიტომ ახლა ძალიან დიდი ბედნიერება იქნება კიდევ ის, როდესაც შემოვა ძალიან ბევრი რამე ამ კომპანიაში, ამ დალოცვილ კომპანიაში, სადაც ამხელა ფასდაკლებით ჩვენ შეგვეძლება ნებისმიერი რამის ყიდვა, მეგობრებო. ეს იქნება აუცილებლად, მაგრამ ჩვენ უნდა ამას მოთმინებით დაველოდოთ. შემდეგი შეხვედრისთვის მე მინდა ძალიან სერიოზულად ვისაუბრო ერთ-ერთი ჩართვის დროს, როდესაც პრეზენტაცია გვექნება, ძალიან სერიოზულად მინდა ვისაუბრო ჩვენ ძალიან აქვს. რას ნიშნავს ამ $10 გადახდა, რა არის ჩამონასხი, რას გულისხმობდა ბენგლინსკი და რა ხდება დღეს და რა ფაქტის წინაშე ვდგავართ. ამ საკითხებზე პირადად მე მინდა ყველა თქვენთაგანთან გავისაუბრო, რომ ყველა მიხვდეს რასთან გვაქვს საქმე, რა ფენომენთან გვაქვს საქმე, რომ ყველამ კარგად გაიაზროს და დღეს მე როგორც ხედავ, ჩვენ გვიერთდებიან ახალგაზრდა თაობა, ახალგაზრდები გვიერთდებიან, ის ადამიანები, რომლებმაც ფაქტიურად გადაწყვეტეს, რომ უბრალოდ მოვიდნენ აქ ამ კომპანიაში და დაჯდნენ და ზღვაზე ამით დაელოდნონ, ის ადამიანები ფაქტიურად ვერ უძლებენ ამ წნეხს, ვერ უძლებენ ამ სიტუაციას, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს. მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება და მიიღეს არასწორი ინფორმაცია, რომელი ინფორმაციაზე ჩვენ აუცილებლად გავისაუბრებთ შემდეგ შეხვედრებზე. აუცილებლად ვისაუბრებთ. თითქმის შევეცდები ძალიან ხშირად ჩავერთოთ ამ საკითხებზე ვისაუბროთ. რათა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, შეცდომით აღარავინ შემოიყვანონ ამ კომპანიაში და არასწორი გადაცემული ინფორმაციით არავინ აღარ შემოიყვანონ კომპანიაში, რომ ის ადამიანი, ვინმე შემოდის, დაბნეულობაში არ ჩავარდეს და არ თავის საკუთარი თავიც არ აზარალოს და სხვა ადამიანებიც არ აზარალოს იმ არასწორი ინფორმაციის გადაცემით. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ შეეცდებით, რომ ძალიან ბევრ ადამიანებს მოიწვევთ, რომ ბევრმა გაიგოს რასთან გვაქვს საქმე და რა კომპანია ეს. მოიწვიეთ ყველა და დაესწრონ პრეზენტაციებს, სადაც გვექნება ჩართვები და ძალიან ხშირად უკვე ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. არა უბრალოდ ბენგლინსკი, ვინ, ესე იგი, კომპანია სად დაარსდა და ვინ არის ბენგლინსკი და ასე შემდეგ, ეს უკვე ზეპირად იცით ყველამ, ეს საუბრები უკვე ფაქტიურად შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს ახლა გკითხოთ, რომ გამოდი ახლა და ელაპარაკი კომპანიის შესახებ, უკვე გეცოდინებათ ალბათ ბონუსებით ზეპირად იცით და ბენგლინსკი ვინ არის და სად გაწყდა ხმა უკაცრავად და ეს ყველაფერი ყველა მიცით თქონდა იმდენი პრეზენტაციები აქვს, რომ ზეპირად იცის ნებისმიერმა ადამიანმა ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ახლა ცოტა სხვა თემატიკაზე გადავალთ, ცოტა სხვა საუბრებზე გადავალთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები კარგად მიხვდნენ, რასთან აქვს საქმე, სად არიან და რა უნდა აკეთონ. აი ეს არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ასეთი ჩართვები ხშირად გვექნება, გიწევთ ყველას და შეეცადეთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოიწვიოთ. რომ ჩვენთან ჩართვებზე უკვე 200, 300, 400, 500, იმიტომ რომ ჩატში ელემენტარულად უკვე 3000-მდე ადამიანი და ცოტა ნაკლებია, ხო? ეს რა არის? არააქტიურობის ბრალია, ხო? იმ კუთხით, რომ თქვენ რომ ესწრებით პრეზენტაციას, შეეცადეთ მოიწვიოთ თქვენთან ერთად სხვა 3-4 ადამიანი, რომ დაესწროს ისიც და იმანაც გაიგოს ინფორმაცია. და არ იყოს ადამიანები გაურკვევლობაში და ელემენტარული რაღაცები რომ არ იცოდნენ რა ხდება კომპანიაში. ადამიანი რეგისტრირდება და არ უნდა იცოდეს ამ ადამიანმა სად არის მისი კაბინეტი და საერთოდ კაბინეტი თუ არის კომპანია ლიბუჩი. ამიტომ ამ საკითხებზე აუცილებლად გავშლით ამ თემებს. მაპატიეთ რომ გადავუხვიეთ ცოტა დღევანდელ თემას, ამ სასიამოვნო ნოტას რაც იყო და ასეთ შედეგებზე რო გადის ადამიანები, ეს ძალიან სასიამოვნო თემებია, მაგრამ ამ საკითხსაც უნდა შევხედოთ აუცილებლად თხოვნა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიწვიეთ, რომ ცოტა მიიღონ ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია და სწორი ინფორმაცია გადასცონ ყველას. ეს გაზრდის თვითონ კომპანიის, თვითონ ჩვენი ჩატის შედეგებს და გაზრდის ადამიანების გათვითცნობიერებას. კიდევ პლუს ჩვენ დაგვემატა ახლა რა თქმა უნდა. ის შესაძლებლობა, რომ მე მოვძებნე საშუალება ხელოვნური ინტელექტის, მე თარგმნიდი თქვენ იცით რამდენიმე ვიდეო რგოლი გადავთარგმნე ინგლისურიდან ქართულზე, მაგრამ ეს არის ძალიან შრომატევადი, რთულია ვიდეოზე გამოდის ფაქტიურად ძალიან საინტერესო ინფორმაციები ჩვენი კომპანიის დამაარსებლებისგან, ყველა საინტერესებს და
აქტიურად ტელეფონით დამტვრევს გადმოცემული ინფორმაცია, რას ამბობენ, სიახლეები რა არის და თავისთავად მე ბევრი ვიფიქრე და მოვიფიქრე ის, რომ რაც უფრო ცოტა ისეთი რაღაც გავაკეთო, რაც სწრაფად დადებს შედეგს, თარგმნის და ხელოვნური ინტელექტი მოვიფიქრე, რომელთანაც ეხლა მოლაპარაკებები მაქვს, ასე ვთქვა და ქართულ ენას ვასწავლი ხარისხიანს. უკვე დავდე რამოდენიმე ვიდეო, ცოტა შეფერხებით საუბრობს, კარგად არის ის ჩვენმა ხელოვნურმა ინტელექტმა, ჯერ ისე კარგად ქართული, თუმცა სწავლობს უკვე და სრულყოფილად ჩვენი ინტონაციით გადმოსცემს იმ ქართულ ენას. ის რომ გილოცავთ ყველას, დღეს ჩვენ და დღეიდან ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ვიდეორგული ქართულ ენაზე, ჩვენი დამაარსებლების, ჩვენი კომპანიის დამაარსებლების, ასე ვთქვათ, შეხვედრები Zoom-ში, ასევე გუთკინების ახსნა-განმარტება კომპანიებთან, პროდუქტთან დაკავშირებით, ისე რომ შევეცდებით ცოტა გავამდიდროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ვიდეო სისტემა. გილოცავთ და ვიმედოვნებ, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის ცოდნას ადამიანებში, თუ რა კომპანიაა ეს და საითკენ მიდის საერთოდ ეს კომპანია. კარგით, შემოძვირფასებო, გაგვიგრძელდა როგორც ყოველთვის, გვსიამოვნებთ ჩვენ ერთად ყოფნა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. მშვიდობია ღამის გისურვებთ, კარგად ზანდებოდეთ, ხვალ კიდე ნაყოფიერ დღეს, ბედნიერ დღეს და ძალიან ბევრ სასიამოვნო ემოციებს. კარგად ზანდებოდეთ, მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. მშვიდობიანი ღამე.